გამარჯობათ, მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგარეთ. იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. დღეს პრეს-პრესში ყველაფერი რიტმულად და რითმულად განვითარდება, რადგან დღეს ვსაუბრობთ რეპზე. ჩვენი პრეს-გუნდის შეტევის მოგერიება დღეს ქართულ რეპერებს მოუწევთ და ესენი არიან კაბუ, ლექსენი და შავი პრინცი. საღამომშვიდობისა დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მივესალმები ასევე ჩვენს პრეს-გუნდსაც და ველი მათგან გარეპილ გალექსილ შეკითხვებს. თუმცა მანამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მოდით გავარკვიოთ თუ როდის და როგორ შემოვიდა საქართველოში რეპ კულტურა. ისტორია სახელწოდებით რეპი ქართულად პრეს-პრესის პროლოგში. ისევე როგორც ბევრ სხვა მუსიკალურ ჟანრს, არც რეპს გაუდგამს ფესვები ჩვენ სამამულო მუსიკალურ ნიადაგში და არც ამ ნიადაგის მოსავალია კლასიკური ქართული პროდუქტი. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულება, ისიც იოლად აღმოჩნდა ქართული მუსიკალური სივრცის ფართოდ გაღებულ კარებში და აქ იწყება ისტორია რეპი ქართულად. ოთხმოციან წლებში ამ მიმდინარეობას დასავლელი კრიტიკოსები მუსიკალურს არ უწოდებდნენ. მათ მკაცრ შეფასებებში რეპს მხოლოდ და მხოლოდ ქუჩური ყოფის ელემენტად დარჩენის პერსპექტივა ჰქონდა. თუმცა უკვე მაშინ, როდესაც ახლად შექმნილ MTV-ს ჩარტებში პირველად მოხვდა რეპ სიმღერა, არც თუ ისე ხალისით გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეპი ცოტა ხანში მსოფლიო ბაზარს დაიპყრობდა. ეს ცოტა ხანი დასავლეთისთვის 10 წელი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც აფრიკული რიტმებისა და ზანგური კვარტალების მუსიკალური შთამომავლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის ბევრად უფრო მცირე დროში, სულ რაღაც 60 წელიწადში აღმოჩნდა მისაღები. გარითმული სიტყვები მუსიკის თანხლებით. ამ სტილის ყველაზე გულუბრყვილო, მაგრამ მაინც ელემენტების სადემონსტრაციოდ ქეთო და კოტეს ერთ-ერთი სცენაც გამოდგება. რა თქმა უნდა, ამით არავინ ამტკიცებს ქართული რეპ საძირკველის არსებობას. უფრო სერიოზული ქრონოლოგია ასე გამოიყურება. პიონერი რეპ ელემენტების გამოყენებაში ახალგაზრდა ირაკლი ჩარკვიანი აღმოჩნდა. და ვიცი როგორ შეიკუმშა დრო. დავინახე ჩემი სახე მომერია სევდა, სიყვარულის თვალი მახეტრაზე. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი და ეს იყო მხოლოდ რამდენიმე სიმღერა მრავალფეროვან რეპერტუარში. ცნება ქართული რეპი და სტატუსი ქართველი რეპერი გაცილებით გვიან 90-იანების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში გაჩნდა. ბუმი, ანუ მასობრივი ქართული ჰიპ-ჰოპ პროპაგანდა შავი პრინცის, ძებნილის და ჯერონიმოს ცნობილი რიტმებით დაიწყო. თუმცა აქტიური ქუთაისელი რეპერების პარალელურად მართალია შედარებით ჩრდილში, მაგრამ ასევე აქტიურად რითმავდნენ მუსიკის თანხლებით ცნობილი თუ არც ისე ცნობილი სახეები. ბოლო 3-4 წლის მანძილზე მარტო თბილისში უკვე დაახლოებით 30-მდე რეპერი თუ რეპ ჯგუფი გაჩნდა. ქართულ ენაზე სათქმელის დამარცვლას ზოგი ეგრეთ წოდებული შავი რეპის სტილის დაცვით ცდილობს. ზოგი კი ცნობილი მელოდიების რეპ ინტერპრეტაციით აგვარებს პოპულარობის საკითხს. საბოლოო ჯამში კი სამამულო რეპ პროდუქციის შესაქმნელად ბენდენიანმა თუ უბენდენო ქართველმა რეპერებმა სტარტი რეკორდული სისწრაფით აიღეს. არაშავკანიანთა კვარტალების არაშავკანიანი წარმომადგენლები დღეს მუსიკალური რიტმის თანხლებით სოციალურ პრობლემებსაც ეხებიან და ფილოსოფიურ აზრებსაც განაზოგადებენ. თუ სულ რაღაც 5-6 წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს ქართველი რეპერებისთვის და მათი ფანებისთვის კონცერტებიც იმართება. ერთი წლის წინ კი ქართულ რეპერ მამაკაცთა არმიას დედრობითი სქესის წარმომადგენელიც შეემატა. მოკლედ სამამულო შოუ ბიზნეს სივრცეში რეპი კომერციული პროდუქციის სტატუსით დამკვიდრდა. და კიდევ ერთი საინტერესო დასავლური ტენდენციის ქართული ვერსია. სხვა მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე მომღერლები გამალებული ტემპით წერენ დუეტებს სწორედ ქართულ რეპერებთან. დაიცი, რა მინდა, ერთად ვიყოთ მე და შენ. ერთი სიტყვით დღეს ქართული რეპი მიუხედავად კრიტიკოსთა შენიშვნებისა, მისი არატრადიციული და არაქართული ძირების თაობაზე მაინც არსებობს. არსებობს იმის მიუხედავადაც, რომ ქართული რეპერების ნაწილს ჯერჯერობით თავი ვერ დაუღწევია ამერიკული კალკის ტყვეობიდან. Sexual
საშასე მუსიკის თანხლებით გარითმული სიტყვები მიმდინარეობა, რომელსაც დაიპყრო მთელი სოფლიო მუსიკალური ბაზარი და რომელიც რეკორდული სისწრაფით იპყრობს საქართველოს სამამულო მუსიკალურ ინდუსტრიასაც. რეპის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი იქნება ჩვენი დღევანდელი მთავარი თემა და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს, ასე რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი შეკითხვაა დაგროვილი, ამიტომ მე დიდ დროს აღარ წაგართმევთ და ბურთსა და მოედანს გადავცემთ ჩვენს მთავარ დამრტყმელ ძალას. ჟურნალისტები რეპერების წინააღმდეგ ან იქნებ სულაც პირიქით. დავიწყოთ. და პირველ შეკითხვას დასვამს ლალიფაცია. არატრადიციულად. ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. მოგესალმებით. მე მგონი რაღაც უნდა ჩავიფიქრო, ხო? სამი რეპერია ჩემს პირისპირ. ეს ხუმრო. ჩავიფიქრე. კითხვას რა შეეხება? რა შეეხება კითხვას? ეს ორი ადამიანი შავი პრინცი და ლექსო ჩვენს პირისპირ იყო. როგორც მახსოვს, პირველად არის კაბუ. ამიტომ პირველი კითხვა კაბუს, თუ შეიძლება. ბატონო კაბუ. ან უბრალოდ კაბუ. უბრალოდ. დრამის მსახიობი ხარ კაბუ? შენი ფანი ვარ, მინდა გითხრა. როგორც მსახიობის თითოეული სპექტაკლი სამჯერ თუ ორჯერ მაქვს მაინც ნანახი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ფიგარო არის შენი მწვერვალი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მაგრამ დაკნინება არის თუ არა შენთვის რეპი ამ შემთხვევაში როგორც მსახიობისთვის. როგორ მოხვდეს ერთად ამ გაუგებრობაში? თუ ეს გაუგებრობაა? იცი რა. გაუგებრობას ხლათ ვერ დავართმევდი, ხო, მესმის რას ვაგეთებდა. რაღაცა თუ ვინმეს არ ესმის, რაღაცნაირად გავაგებინებ და თუ ისიც ვერ გაიგებს, ვიღაცას ხო ესმის. ამიტომ ბედნიერი ვარ და მაყოფილდები. შენ იმით ხარ კიდე ამ ორი ადამიანისგან გამორჩეული, რომ ადრე დაიწყე რეპი, ხო? არა, მე გეტყვით, რომ პრინცი, ანუ შავი პრინცი შურიკა, ჩემი ძმა, შურიკას ოძახი ჩვენ ძმები, მეგობრები. საძმო. რეპერების საძმო. ხო, ჩემზე ადრეც და ბედინაზე ადრეც მოღვაწეობდა, ოღონდ ქუთაისში, სადაც სამ კაცს საინტერესებდა ჰიპ-ჰოპი და თბილისში ვაფშე ერთს ბედინას. ისიც გახომი და რაღაცებს ლაპარაკობდა. შენზე ადრე? შემდეგ. ჩემზე ადრეს ვაჭრობ. მაშინ მე პოსტ-პანკს უკრავდი და დაახლოებით საერთოდ ქუთაისელებმა ყველაზე ადრე დაიწყეს. ხო. გარეპვა. მეც ესე ვთვლი კი არა და ეს ფაქტია რა. ასე რომ მე პირველი არ ყოფილი ვარ, ესენი უფრო პირველი. თბილისში ბედინა იყო. მე ბედინამ რაღაცნაირად ჩამოშორდა ჰიპ-ჰოპს კი არა საერთოდ ესეთ აქტიურ ცხოვრებას რაღაც მიზეზების გამო. პრინციპში ლალი, ამის შესახებ სიუჟეტში აი თუ არსებობს რამე იერარქია თქვენ შორის? ქართულ რეპში. რაღაცა არ ამგონია რა. თქვი რაო? დააკონკრეტე თუ კი რამეს დაკონკრეტებას აპირებ ვინი. რატო გამხიარობდი ასე? არ ამგონია ეხლა რომ ძალიან აი რაღაცა ისე ჩვეულებრივად ცხოვრობთ ჩვენი რითმით მიყვებით ამ ცხოვრებას. დაკმაყოფილდა მე მგონი ლალი და მიკროფონს გადაცემს შემდეგ ჟურნალისტს. შემდეგ კითხვას ვინ დასვამს? თემო? კი ბატონო. საღამოშიდობის რადიო ფორტუნა ჟურნალი ანა ბეჭდი. აი ქართული როკის მსგავსად ვარ მოგვივიდეს. თქვენ ხართ ქართული რეპერები, ხო? კიტები ასე ვთქვათ რა ქართული რეპერები. ესეთი რაღაცა მინდა რა. ვინი? ხო, წინა კი ბატონო თემო. ესეთი რაღაცა რა თქვენ კლიპებს რო უყურებ. ხედავ ძალიან ბევრ შიშველ ქალს, ძალიან ისეთ მანქანებს, ძალიან ისეთ სიტუაციას, რაც აი მე პირადად აქაურ რეალობისგან ძალიან შორს მეჩვენება რა. ეს ლიმუზინები, ვიცით თბილისში არის ორი ლიმუზინი, ღირს საათი რაღაცა $50. მე არც ერთ ჩავიდა. ბენზინით შეუნდა ჩაუსხა რაღაცა ეგეთები და აი ეს ლიმუზინი თითქმის ყველა კლიპში ეს ძალიან მაგარი მანქანები, ძალიან მაგარი ბევრი ქალები. ეს რეალობა ჩვენი არ არის. ეხლა იმათ კლიპებს რო უყურებ. ვიცი რომ აი ნუ უცხოელ რეპერებს ამერიკელ კლიპებს რა, ამერიკელი რეპერების იმათ რეალურად ლიმუზინები დარწმუნებული კი არა, ვფიქრობ რომ ორჯერ მეტი ქალები ყავთ და არა, ორჯერ მეტი შეიძლება ყავდეს, ქალი, მაგრამ ლიმუზინი აი მე რა იმათ უყურებ, აი არ მიჩნდება რომ ეს ყავდია და რა. ნუ ჯერა რა. იმიტომ არ გიჩნდება ის ზაპადნი მუსიკაა და მაგით და MTV-ზე არის სპეციალური გადაცემა, სადაც ხო, აი ესეც არის მათი სახლები და როგორ ცხოვრობენ და რა მანქანები ყავთ და ქალები ჩემ და სამწუხაროდ მას დავარწმუნდი რომ გაცილებით მაგარი მანქანაა. ხო და მე ისე თქვენ იმას ვუნდები თქვენ რეალობას ვაი შევა იქნება კი არა მე ესე მგონია უფრო აი ოპელში რო ჩაჟდე უფრო შეიძლება გიპასო ხო მე ჩემს კლიპში მყავს ერთი მანქანა გამოყენებული
კუპე იყო იმისი ეშკასი. ზუსტად ეგეთივე მყავდა შავი. ზუსტად. ანუ პრინციპში ყავს ადამიანს და რას ყავს იმას. ეხლა მყავს BMW. მე-7 სერიის. ჩორლი ბუმერით დადიხარ? ხო. ანუ მე ცოტა შევესაბამები რეალურად. ანუ ყველასთან ეს სიტუაციაა, რომ ეს ძალიან მაგრავს. ქალებიც, ნუ ეხლა ქალებს არ ვიცი დაპირეთებში. როგორ ცხვა. აი როგორი სიტუაცია არის, იცით? ეხლა თქვენ აქცენტი გაქვთ კონკრეტულად აი ლიმუზინი და საუბარი იყო იმაზე, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რასაც კლიპებში იღებ. თუ ვზივარ ესე იგი მე იმ მანქანაში, значит რეალურია, კაიგე? იმიტომ რომ მე იმ მომენტში ვზივარ იმ მანქანაში. ეხლა მე ვქირავ, თუ ყიდულობ, გინდა ვიყიდია და ფული გადამიხდია, გინდა 1 საათით მიქირავებია, არა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, აი მე ვქირავ, იმიტომ რომ მინდა მე ის რომ ყავდეს იმ მომენტში. არა, იმ მომენტში გასაგებია და კლიპისთვისაც ლამაზია, მაგრამ მე ვამბობ, რეალურად თუ გინდათ თქვა რომ ხალხმა დაგიჯეროთ, აი თქვენ ესეც ხუროთ, თქვენ ეს ხალხი ხართ, უფრო რეალობასთან შესაბამისად რეალურად იყოს კლიპი. არა, რეალურად ეხლა მე უფრო სპორტული მანქანები მომწონს რა. და ყავს Porsche წითელი სპორტული მანქანა, მაგრამ არ დამაინტერესა კლიპში რო ყოფილიყო რა ეს მანქანა. არანაკლები თქვა შესახედავად და კომფორტული ლიმუზინზე, მაგრამ საუბარია არა კონკრეტულად მანქანებზე, არამედ ზოგადად რა. არა, იმ მომენტში მე მინდოდა რომ ჯდარიყავი, მე არც ერთ კლიპს არ ვიღებ, ისე რომ ვემზადებოდი, აი მე კლიპს ვიღებ და ამიტომ მე ტანსაცმელი უნდა მეც ეს მანდამაინც კლიპისთვის ორიგინალი და მანქანა მე ვიღებ იმ მომენტში კლიპს, როცა მე სიამოვნებო გადაგებ. იცი რა, ეს არის ჩაულებრივი ამბავი, ხა უნდა გეცვას, როცა კლიპს იღებ, უნდა გეცვას განსაკუთრებულად, აბა ეგრეა, სცენაზე რო გადიხარ, უნდა გეცვას განსაკუთრებულად. ცხოვრებაში რაც გაცვია, ის არ უნდა გეცვას იქ კლიპში და იმაში რა ქვია, სცენაზე. ანუ პრინციპში თემა შევთანხმდეთ, რომ რაღაცების დადგმა კლიპებში. დაგმა კი, მაგრამ ხომ მივხვდი მე რაც. ჩემს კლიპში შავი მანქანა, პროსტა შავი მანქანა თან ჩემსაც ის კონდა სახურავი. კი არა, რა ქვია? კრიშა, როგორ არის? ხო, სახურავი. ეს ხო ის რა ქვია, კაბრიოლეტი, გაიგე და იმ ბავშვი ჩემთან ერთად ვინც იყო, უნდა კაბრიოლეტი. მინდა აიდახტა და მოვიყვანა კაბრიოლეტი და პროსტა იმაში დავჯექი რა იგი. აი ბატონო, ეს თემა მე მგონი გავარკვევთ და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ხატია შამგია არის სუპერი კითხვის დასით. გამარჯობა. რეპერს. ჯერ პირველ რიგში კითხვა მექნება კაბუსთან და თქვენთან. დამეთანხმებით ალბათ რომ აი ბოლო პერიოდში რეპ ინდუსტრიაში გადატრიალება, ნუ ფურორი მოახდინა ლექსომ, ხო, ლექსემა. მე მაინტერესებს თქვენი როგორც კოლეგების რეაქცია ამასთან დაკავშირებით, თქო გთხოვთ გულწრფელები იყოთ. გადატრიალება როგორ? მარცხნივ, მარჯვნივ. ყველაზე პოპულარული, ყველა მხრიდან, ოთხივე მხრიდან. რეიტინგი. ჩემი აზრი როგორია? მე ვარ, ესე იგი, ძალიან ამაყი ამით, მინდა გითხრა, მართლა ოღონდ დედას გეფიცები, იმიტომ რომ ვიღაცამ მოახერხა ის რომ ამდენი ხალხი აიყვანა ერთად ესე ჰაერში და უცბად სპორტსათხრში ჩასვა და მოასმენინა რეპი. ხვდები? ანუ რაღაცა გამოვიდა აქედან და მიამაყებ ამით რომ ეს არის ქართველი და არა რუსი საქართველოში. ნუ ხა ჩვენ თეატრში ვართ ბაბათი. ამდენს ვერ ვახერხებდა. ხო, მაგრამ იცი რა, ეს ფარული კომპოზიცია მადლობა. აგა შეიძლება აუ, ჩემი აზრით ახლა ჩემთვის მთავარი რა არის, იცი, მე უკვე იმ მომენტში ვარ, რაც უფრო მალე წავალ ამ სფეროდან, მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის, იმიტომ ამ კაცს ასე კითხებით, მახატვილი. ეს არის ისეთი ბებერი ამ საქმეში, აი, ტარი, ეს არა ცოცხალი კი არა. ჩემთვის რა არის თავარი, იცი? ჩემთვის 800 წელია მაგას აკეთებს ჩვენსათვის. აი ეს მიმართულება, ეს სისტემა ყოფილიყო, აი თქვენ გაგჩენოდათ პრეტენზია. ჩემთვის იყო მთავარი ეს. თქვენ გაგჩენოდათ საკამათო თემა რა. აი პირადად მე მოგეწევთ სტუდიაში, დავждარიყავით, გქონოდათ ჩემთან კამათი, გაგიშიფრათ თუ რა იყო რეპი, იმიტომ რომ ეს კითხვები არავის არ აწუხებდა 10 წლის უკან. თუ ამას მიაქცევთ, რომ ეს ყველაფერი ლექსომ გააკეთა, რომ თუ ამას მივახციეთ ჩვენ, არა მარტო ლექსოს არ გაუკეთებია ეს რა. მარტო ლექსოს არ გაუკეთებია ეს. ეს გავაკეთეთ ჩვენს უყველამ ერთად. მეც ლექსომას, კაბუმას, ბედინევას და კიდევ ბევრმა ვიღებთ. მაგრამ რა ხდება, იცი? თუ ნაბიჯი არსებობს ერთი და რეალური, რომელიც თქვათ, აი, მასაში უფრო ღრმად შევიდა, ეს მოახდინა ლექსო. ჩვენ ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერ შევედით ისე ღრმად, როგორც შევიდა ლექსო. ამიტომ მე მაგრად მისწორდება, რომ ეს სისტემა არ აქვს მნიშვნელობა. ეს ლექსომ გააკეთა, კაბუმ გააკეთა, ბედინამ თუ მე ყოველ შემთხვევაში
თქვენ მოგეწათ სალაპარაკო. ანუ დაგეცეთ. შეიძლება მე თქვა რამე, შეიძლება ეს ფურორზე და იმასთან დაკავშირებით, ფურორთან და იმასთან, ვაუ, ამბებთან დაკავშირებით. პირველი სიმღერა, კი არა, პირველი კომპოზიცია, რომელიც მე ჩავწერე, მაპატიებს ლექსს, ცუდად ხوار გამიგე. არა, თავრაც ცუდად არ. ის ცუდ როგორ ვიტყვი, კაცო რა. გაუფლება. პირველი სიმღერა, რომელიც ჩავწერე, 2 წელი ტრიალებდა კლიპის გარეშე. ჩემ. დღემდე ყველას უყვარს რა და просто მე ხომ ვერ მოვახერხე იმდენად მაშინ არ იყო კლიპები, ანუ იყო, მაგრამ ცუდი იყო. არ მინდოდა ეგეთი კლიპის გადაღება, იმიტომ რომ არც ახლა ახლა ჩემი კლიპების რა ქვია Snoop Dogg და რა მაგარი, მაგრამ იმას ჯობია რაც სიტყვაზე ხარ აი და მაშინ და ანუ მაშინ ვერ ვახერხებდი. ჩვენ ახლა გამოჩნდა ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ქვია მამუკა ღლონტი და გააკეთა ეს პროექტი. კარგი და მისაღები ხალხისთვის რა, ანუ მასის ის მასისთვის. და ლექსო შენთან მექნება კიდე ესეთი ხადია, უკაცრავად სანამ კითხოს დასვამდე. რეკლამის დრო და საუბარს რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. ბაშას ჩვენ დაბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრესპრესო და დღეს ვსაუბრობთ რეპზე. ხადია, გააგრძელე შენი თემა. მოვიდეთ ისე პირველ სასიტყვას და ლექსო ხა შენთან მაქვს ერთი კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთი მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები ხართ, აი კაბუმ აღნიშნა, რომ შავი პრინცი, ბედინა ძმები არიან ერთი საძმო და ეს ხდება ხოლმე, ხო, ევროპული სტანდარტებით ეს არის რაღაც რეპ საძმოები. შენ თითქოს განცალკევებით გახარ და შენ საძმოს აყალიბებ თითქოს ფსევდო საძმოს, ანუ შენი პროექტია თითქმის Big Tico და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რატო ხდება ეს განცალკევება და ეს იერარქია თითქოს, რომელიც ლალიმ დასვა და რაღაცა პასუხი კარგად ვერ მომისმინა თქვენში. არა, არაფერი განცალკევება არ ხდება, ბუნებრივია. ერთს ვიტყვი ხო, ამათი ძმობას შენ რომ ევროპულს არ ქმნილ, არ მგონია, იმიტომ რომ ესენ დიდი ხანი ერთმანეთს იცნობენ და წამოსული არიან და ერთად მე საქმემაც გააერთიანა. ხო, არ გაწყვეტინები. მე საქმემაც გააერთიანა, ხო ეს ყველაფერი და ეხლა მე საძმო მყავს უბანში და უშუალოდ მუცუგიძეზე, საბრთალოზე, ძალიან დიდი საძმო ეხლა ამ სფეროში ნუ გასაგებია Big Tico-ს ჩემი, ანუ იქ მინდოს სხვა ხალხი. ჩვენ შეიძლება ჯერ რაღაცა იდეა არ მოგვივიდა იმ დონის იდეა, რომ აი პროექტი გავაკეთოთ რაღაცა და ეხლა ახლობლები და ნაცნობები ვართ, მაგრამ აუცილებლობით არ არის განპირობებული რა ხარეპერები ვართ, რომ აუცილებლად ყველა ძმაკაცი ვიყოთ. არა, მე ძმაკაცობას არ ვამბობ, რაღაცა ერთი ტუსოკა არ უნდა. შეიძლება, ჩვენ ერთი ტუსოკა არ აქვს. არც მე, არც შაოპრინც, არც ბედინას რა. მე ცალკე ტუსოკაში ვარ, თეატრალურ სადაფიქრია ტუსოკას და ეს ხალხი არის ვაფშე ცალკე ტუსოკაში. ანუ ჩვენ რაღაც იერარქიები მე ვიცი რა ეგა და არ არის ჩვენ შორის იერარქია ვაფშე. არ არსებობს ეგეთი რა ხტები? ანუ იცი რა ხდება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთად მიდიან სტუდიაში, უბრალოდ просто არაფერს გამო და წერენ სიმღერებს. მე მიდიან ისევ სახში. აი რა. ხო, მაგრამ ყველგან, აი პოპ მუსიკაშიც არსებობენ ცოტა დაბალი დონის მომღერლები, მე საშუალო, მე ჰაი კლასები, ხო, დღეს ესეა. ყველამ ვიცით ახლა რაზეც საუბრობთ, ხო? თქვენთან არ არის ესე? ახლა ჰაი კლასები ვარ და გადიმართ მე. ნუ პრინციპში Big Tico შემოგვხედე. სხვა ხალხით ნელანება გაიჩიტება. ეს არ არის ამ კონკრეტული პასუხი. ხო, მაგრამ მაინც ნაწილობრივ, აი რატო გაურბიხართ კითხვას? რომელს? არსებობს რეპ მიმდინარეობაში. მამა არის მერაბ სეფაშვილი, ხო? რეპერები და დაბალი ხარისხის ხალი არის რეპერები. ლელა წურწუმია, ხო? აი ესე არის. აი ეს ორი არის მამა რატო? ესეა. აი თქვენთან როგორ არის? რეპში როგორ არის? აი ამ რეპ კულტურაში ყველა მამა მე ვარ პრინცი დედა. ლექს არის შვილი. ერთი წუთი. ხარკი ერთი წუთი ეს შეუნია მაინც ვარ. კი ბატონო, ლალი თუ გაგვარკო ამ სიტუაციაში. კაბუ ერთი წუთი თუ შეიძლება. მე მაქვს ციტატა ინტერვიუდან. ეხლა შენ თქვი რომ მე ვარ მამაო, ხო თქვი? არა ვარ მამა. ერთი წუთით, ერთი რა წუთით. ის მამა ეს ვარ. იხუმრა, მამა ვარ, კი, როგორ არა ვარ. მამა არ ვარ, შენივე სიტყვებია. მამა არ ვარ, მამინაცვალი ვარ. მამები შავი პიროვნებები არიან. ბრტყელი ცხვირებით და სქელი ტუჩებით. მათ თავზე თმა აქვთ და იწნავენ. მე არც ეგ არ გამომდის. გესმის? აი ეს მითხარი ერთხელ ინტერვიუში. დიახ. მე რა გიქნა? რას რას ნიშნავს? ანუ მამა არა ვარ. ეხლა ვარ მამინაცვალი. ხო. არა, არ მომეწი პასუხი. მე ზერ აი ვის მე რა ვხედა? რომ დავემსგავსო მამა. ხუმრობა. უჩებზე და დაარისილიკო. მე ეგეთ პასუხს გაგაძი მიმთხელე. ეს ჩემი აზრით უფრო კარგი არის და უფრო მრავალფეროვანია რა. ჩვენ როცა ხვდებით ერთმანეთს, ხო? აი ჩვენ ხვდებით ძალიან კარგად ერთმანეთს რა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეპერები და
ერთმანეთის დანახვა მაგრად გვიხარია რა. იმიტომ კი არა რომ ეს ლექსო არის და ეს ჩემზე უკეთესი არის და ან მე და ან კაბო და ესეთი განსხვავება ჩვენ იმდენი მტერი გვყავს რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ მტრობთ რა არ გვცალია ერთმანეთის სამტრობ სხვა მუსიკალური ჟანრი არა ჟანრი არა იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ სიამოვნებს ეხლა ნახევრად წვერ გაპარსული და თმა ჩაწნული და შარვალ ჩამოჩაჩული პაკალენია ხო მიუხედავად იმისა მე არ ვეკუთვნი ეხლა ძალიან ახალგაზრდა პაკალენიას მაგრამ მე როგორც მინდა ისე მოქმედებ და ისე დავდივ მე პირიქით მსიამოვნებს ლექსოს ცალკე სასწავლე ეს იმას ნიშნავს რომ ეს რაღაც განსხვავებული მიმდინარეობა ამ მიმართულებაში ჩემი ცალკე სასწავლე ეს იმას ნიშნავს რომ ჩემებური მიმდინარეობა კაბუს ცალკე სასწავლე ეს იმას ნიშნავს რომ კიდე ახალი რაღაც სხვა არის რა ეს სხვადასხვა ტემბრია რა სხვადასხვა რითმა არის სხვადასხვა მოძრაობაა ხო და ჩვენთვის მთავარი რა არის იცი ჩვენ ეხლა ერთ ჩვენი ერთ დღეს შეიძლება სამივეს დაგვარტყას და მოვილაპარაკოთ დავწუნ და თქვენ კითხვა გაგებადებოდ როგორ იცი ბოლო ან გადაწყვიტეთ თუ რატომ მოხდარო თქვენ ერთად მე ისე ვიბადებოდ არა ეს არ მეინტერესებს აი კულმინაცია ვინ არის დღეს რეპში ყველაზე მაგარი რეპერი მაშინ აი ესე ვილაპარაკებ ამენ ეს უკვე შეკითხვა რა ყველაზე მაგარი რეპერი არმატურას ვინც გუნავს თუ როგორ მაგარი რეპერი რა არა რატო აი ვინ არის თქვენი თქვათ თუფაკი ჩვენი თუფაკმა ჩვენ მოხდა ჩვენ მოხდა ის არ გამოვა ის მოხდა და აღარ აღსდგება და ია ჩვენი თუფაკი ჩვენი სნუპია და ეგრე რა შენი შეკითხვა არის სუბიექტური ამ შემთხვევაში იმიტომ როცა შენ ამბობ რომ შოუ ბიზნესის მამა არის მერაბ სეფაშვილი არა მე ვამბობ რომ ყველაზე პოპულარული ქალი ეს არის სუბიექტური აზრი შენი რატო ნებისმიერი მომღერალი ამას აღიარებს რომ მერაბი და მე როგორ ზარიანებას თემ თათარაშვილს უსმენ უფრო მეტად პირადად აქ პიროვნებაზე არ არის საუბარი, ყველა პატივცემ, მეტუმეტეს მე ყველა ძალიან პატივცემ, უბრალოდ ძალიან მიყვარს მე რა. ფედასირაფები აი მართლა მიყვარს ძალიან. თემურიც ჰაი კლასში გადის ის. თემურიც იმ კლასში. მაშინ წარმოგიდგენთ რომ ჰაი კლასის რეპერების ხედან არ საკითხაზე გადავიდა. რაღაცნაირად ყურთან ახლოს არის. თემურის დისკი უფრო იაფია. თემური თათარაშვილზე ვისაუბროთ პრესპრესში, როცა თემური გვაყოლებას თუ გვაყოლება. როგორ არ შეიძლება? ვიდრე მერაბის? შემდეგი კითხვა. მithumetes უფრო რამოდენიმე კითხვა დაისვა თქვენი რაღაც საინტერესო გითხარით რა რაღაც საინტერესო შეგვეკითხა რაც არიძლებთ რა როგორ არ ვიძლევთ ეხლა თქვენ გინდათ რომ რაღაც რობინე მაშინ რა გინდა ყველაზე მაგარი ვინ არის? მე რა ის მინდა თქვა აი თქვი მე ეხლა ლექსო შენადექი და შენ იგივე ვირო შენ არა ეს ხალხმა უნდა თქვა და საზოგადოება უნდა თქვა აჰა მე ვარ აი აჰა სამგია იღე ასუხირებულია გასაგებია შემდეგი კითხვა დალი ისე არ რამდენად საინტერესო თქვა ხო დალი ხოჯავა რადიო ფორტუნა პლუსი ყოველთვის მომიწყდება თავის წერტილი თავი დაიზღვია საინტერესო ეს იგი რა მაინტერესებს მე არ ვიცი ახლა ალბათ საინტერესო იქნება ალბათ მსმენელისთვის იქნება საინტერესო ჩვენთვის თქვა ესე იგი ნუ ქრონოლოგიურად ახლა მე 5 წელია ვმუშაობ რადიოში და შემიძლია ვთქვა რომ თან ისეთ რადიოში რომელსაც რა თქმა უნდა თინეიჯერები უსმენენ და რეპის ფანები რაც ყველაზე მთავარია ესე იგი შავი პრინცი ძალიან პოპულარული იყო შემდეგ წამოვიდა ლექსო, ძალიან პოპულარული იყო და ეხლა მოდის კაბუ. მე შემიძლია ესე? თანმიმდევრულად დაგვისვა. ხო, თანმიმდევრულად და ნამდვილად. და რამიდა მე ვთქვა რომ ეხლა აი გადატრიალებებზე იყო აქ ლაპარაკი და რაღაც ეს კი კაბუს ბოლო სიმღერა, რომელიც ეხლა ძალიან პოპულარულია და შემიძლია ვთქვა რომ ყველა SMS-ი ამ სიმღერას ითხოვს და რა ძალიან ჰეროინი თოვს ხო რა თქმა უნდა. ეს იგი მე მიმაჩნია და მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კაბუს რომ აი ესეთი სიმღერა დაწერა. იმიტომ რომ ეს არის ალბათ პირველი მცდელობა ხო? პირველი მცდელობა ალბათ რეპ სიმღერებზე მაქვს ლაპარაკი. ნარკოტიკების წინააღმდეგ გალაშქრება. არა, მე სულ პირველი სიმღერაც ეგეთი იყო. ხო, რომელიც ყველაფერს ეხებოდა ის წამალსაც ეხებოდა. ლიზა, მიკროფონის გარეშე მაქვს ლაპარაკი, ხო? მოვაშენ. აი რატომ არ უჩდება სურვილი იგივე აი შავ პრინც ან ლექსოს რომ აი რაღაცა მსგავსი რაღაც თქვენ ხართ ერპები აი თქვენ ახალი ჟურნალისტი ხართ აი იდეალები და აი გიждებია თქვენზე ისე უყარხართ ხო შეიძლება რაღაც მსგავსი რა ლექსოსაც აქვს რა თქმა უნდა რომ ნარკოტიკის წინააღმდეგ არის უბრალოდ მე არ მიჩნდება მაგის წინააღმდეგ ვილაპარაკო სურვილი რა იმიტომ რომ ხიზელჭულაზე ახლა თქვენ და პირიქით ბევრს აქ მაცხოვრებს მე ნახდათ გამიჭირდება რა ყურება და
მირჩევნია, ამიტომ ცოტა გაბრუებული ვია, რომ ნაკლებ ეგეთ რაღაცა. შენ ფანტ კითხვებს რაღაც შენ შეგიძლია იარო გაბრუებული. ცოტა ენერგიული კითხვა რა, ატომღერი ხარ. არა, მე დარწმუნებული ვარ, არც ერთი ჟურნალისტი არ დაუსვამს ეხლა Snoop Dogg-ს ამ კითხვას, შენ кайფობ თუ არ кайფობ? მე ეს შეკითხვა არ დამისვას. აბა რა. ანუ გავარკვიეთ რომ აკაკის არ აქვს ასეთ სიმღერის შექმნის სურვილი, ლექსოს? მე ასეთი რაღაცა მე მგონი გავაკეთე და ამ ადამიანს მე ვფიქრობ რომ თავის კოლეგები ჩააყენებენ საქმის ყურში მე რო უბრალოდ არ ვილაპარა. ვარ საქმის ყურში, უბრალოდ მაინტერესებს აი ხო შეიძლება ეს კეთილი საქმე რომელსაც ქვია რეპი გამოვიყენოთ უფრო კეთილი საქმისთვის და იმ მილიონობით ალბათ არა, მაგრამ იმ ფანებს რომლებიც თქვენ ყავთ იმის ვაგივროთ რომ იქ რაღაც მარიხუანას მოწევა უკადაგოთ პირიქით ხო წავიდეთ უფრო სხვა მხარეს და ვთქვათ რომ ჰეროინი თოვს და ვაიმე გვიშველეთ ხო შეიძლება ეს რომ მოხდეს ჰეროინი ვაფშე სხვა რაღაცაა არა რა შუაში ხა ხო ორივე ნარკოტიკული ნივთიერება ორივე ნარკოტიკული ნივთიერება არ არის საფთოუს მისამართი გამარიხულია ხო შეიძლება ეხლა ზის კავკა ეწევა განშობა რასაც არ უნდა იმას აკეთებს ხო მე იმაზე არ ვხლაპარაკი მე მაგ ლაპარაკი იმაზე რომ მაყურებელს მსმენელს მიაწოდოთ თქვენ ეს აუცილებელი არის რომ თქვენც ხარ რა თქმა უნდა არ მოწიოთ რა მოწიეთ ბატონო მინგიშლით ხელს მაგრამ მე ამისი პროპაგანდა არ გავაკეთოთ სხვა რაღაცას არის საინტერესო თემა შემოვაგდე აგერ თემო განაგრძელოთ ხო ეს რაღაც რეპერების შეიძლება ერთი წუთი მე მგონი რომ რაღაც აი შურიკა რაღაც პროპაგანდას არ ეწევავს პროსტა იძებს რომ მე ვეწევიო და შენ ნუ მოწევდა რა პრობლემაა ხო გუნებრივი ლოგიკა თემა ენერგიული ცოტა გაგვარკვიო სიტუაციაში ცოტა გავარკვიოთ სიტუაცია იმიტომ რომ ეს ბოდიში რა ძალიან ზოგად შეკითხებს ვამ დამიტომ ზოგადი არის ცოტა ბუნდოვანი გავარკვიოთ კონკრეტულად დასვით შეკითხვები აი კონკრეტულად კითხოთ ეწევი თუ არა მე ჟურნალისტები მიკროფონების გარეშე ნუ საუბრობ ხო რა ვიცი მართლა ისეთი თემა და ერთად ნუ საუბრობთ რეპერებისგან არის პრეტენზიები რომ ძალიან გვერდიდან ნულით რა თქვათ ესეთი პირდაპირი კითხვები რითი ხარ გაბრუებული თქვათ როდესაც ქმნი შენ საუკეთესო რეპს როცა კითხულობ რითი გიყვარს გაბრუება იმიტომ რომ მოდი პირდაპირ ესეთი უხეში კითხვა რო არ გამომივიდეს ერთი გაბრუებაზე არის საუბარი თუ საერთოდ თუ როგორ კაი რაღაც პატარა შესავალს გავუკეთებთ მარტო ესეთი კითხვა რო არ გამოვიდეს იმიტომ რომ ჩემში ხო პირადად რეპს იცი რა ხიბული აქვს რომ რეპის შემსრულებლებია ამერიკულები მოხდულობაში ევროპული და ქართული არა არიან ცუდი ბიჭები რა პრინციპში ესეთი ბიჭები არიან რომლებიც აქვს შეხება ნარკოტიკებთან კრიმინალებიც არიან ფული უყვართ ბევრი ქალი ყავთ და ეს ტიპები მართლა ესეთები არიან რა ძირითადად იმიტომ რომ შოუ ბიზნესში ისინი მოვიდნენ ქუჩიდან რა და მე ვიცი და მჯერა რომ ეგეთები არიან ანუ ნარკოტიკებთან იმათ აქვს შეხება აი თქვენ რა შეხება გაქვთ არა მარტო ნარკოტიკებთან აი ამ ცხოვრებასთან ქუჩის ცხოვრებასთან თუ ესეთი კითხვა გინდათ, ესეთი კითხვა ამგონი ცხელი და პასუხიც მინდა რომ ცხელი იყოს და ესეთი ზოგადი არ არის. ხო, აი კონკრეტულად ვის უსვამ კითხვას. შენგან დავიწყოთ. შენგან? რაც ხო რა შეხება მაგ ესე იგი არც ერთი ქუჩურ ცხოვრებასთან? რაც რეპს უხდება. რაც რეპს არ. სახლი არ ამაქვს. ალბათ ორჯერ მაინცა ვარ ნაციხარი. ო და ქუჩაში ვცხოვრობ ესე იგი რადგანაც სახლი და კარიერა. უпростоრად სტუდიაში რა. და მეგობრების დახმარებით გამაქვს თავი, ესე რომ ვთქვა და ანალოგიურად კიდევ ჩემო პირდაპირ გადიო რა. თუ არის იმის საშუალება, რომ ესეთი ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცნაირად ჩემი თავი მივიყვანო განტვირთვამდე, მაშინ ვეწევი სვამ ვეწევით განჯას, ხო? ხო, ნუ რაც მიშლის გოლი მე არ მავნებს, მე პირიქით მამშვიდებს. აი მაგალითად ღვინო და არა უფრო მანერლულებს და მიჩნდება ისეთი პატრული გელოდება ხო ისეთი პატრული ოპერატიულად მუშაობს პატრული გამელოდეს ფაქტზე უფრო ჯობია რა იმდრე ეხა ახურდა რა გადაცემა რა მაინტერესებს იცი რა მაინტერესებს მე ვცხოვრობ ასეთი ცხოვრებით რა მე მართლა ვცხოვრობ ასეთი ცხოვრებით და ამიტომ მე იმიტომ კი არ ვცდილობ რომ თავი გავიბრუო რომ მე ეს სიამოვნეს მე უბრალოდ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ცოტა ცუდი ნერვები მაქვს და ამიტომ მინდა რომ თავი დავიმშვიდო რა მე ამით არაფერს არ ვაფუჭებ მაგრამ როცა ვსვამ არ აქვს და ვარ გაბრუებული არაკით ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები ნერვები მეშლება შეიძლება ვინმე ვეჩხუბო ზიანი მივაკინო და რაღაცა და როცა ასეთ გომარეობაში ვარ რომ ვცდილობ გონება დავამშვიდო დავაწყორებაში შევდივარ სტუდიაში მელოდია მაფიქრდება რა ეხლა მე ისეთ ნარკომანურ სიტუაციას არ ვქმნი რომ აო მე რადგანაც მოვწევ არა მე უბრალოდ ამ მომენტში ვქმნი
ამიგე რაღაცას მელოდიას რა და მე შემიძლია რომ ეს მივიტანო სტუდიამდე შევქნა 7 ნოტიდან რაღაც განსხვავებული მელოდია აუგე ჩავწერო ვინჯერო და მე გამოვიტანო ასაში და ასე შენ შემთხვევაში ეს იგი სტიმულია რა მე ვცხოვრობ ისეთი ცხოვრებით როგორიც ცხოვრებითაც უნდა იცხოვროს რეპერმა respect ლექსო შენ რას ლექსო შაუმა პრინციპა რას თქვა ეხა აბსოლუტურად ვეთანხმები იმასში რომ ეხა სახლი რო არა გვაქვს და კარი რო არა გვაქვს და კიდე ბევრი და ხალხი რო ცუდათა და ჩვენც რო ცუდათა ვართ და ტელევიზიიდან რო ცოტა სხვანაირად ჩანს ეს გასაგებია ამაზე მოდი ნუ ვიდავებთ ხო და შემიძლია ფაქტებითაც დავამტკიცო ეს რაღაცები ხა რაც ეხება რა რამდენი ადამიანისა იმდენ ჭეშმარიტება ხო გაგიგიათ იმედია და გონებას ახასიათებს ორი თვისება რა არის რაციონალური გონება და არის ინტუიტიური გონება რა ეხლა უფრო ვეცდები მარტივად თქვა რა აი მე მაგალითად როცა ვიმყოფები და უშოთ ან ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ და ნუ ეხლა მოსაწევს თავს ვანებებ იმიტომ რომ მე ვერაფერი ჩემი თავის რეალიზაცია ვერ მოვახდინე ამ ფორმების მერე რა მე დავინახე რომ ჩავიკეტე რა ჩემ გონებას ეს არის სიამოვნო მე ვერ შევეგვი ამას მე როცა ვარ ეხლა ნასვამი ხო მინდა გოგოსთან საერთობა გართობა აბსოლუტურად არ ვფიქრობ მუსიკაზე რაღაც იმიტომ სულ кайფო ვეთამაშობ ლექს ვეთამაშები რაღაც ვეთამაშები ანუ შემოქმედებითი სუბიექტი არა ვარ ამ სფეროში და მე ჩემი ორგანიზმი არ ღებულობს და პრეტენზია გააქვს ეს იგი შენი რომ ჩამოაყალე ხა ლექსომ აპლოდისმენტებს იმსახურებს კაბო შენ ჩემი ჯერია ეხლა მე ვერ მოვიტყვები სახლი არა მაქვს მთელი ქვეყანა უყურებდა რომ სახლი ვწერი ნემა რა ქვია მანქანაც ყავს განით დავდივარ ხო ქუჩაში ვიღაცებს ვიცნობ ვემეგობრები მას არის ხო ვისა მას არის თმას რო ერთ ხერხი ხოდა ჩაწნული არ მომიხდა რა ვიარო არ ვივლი მაგით იმიტომ არ მომიხდა ნუ ერთვები შენ სხვა თემებზე ეს რა ქვია და კონკრეტებით არ დავაკონკრეტები ხო ვის ვიცნობ და ვის მაკაცები რა პონჩი ცხოვრობ და როგორ ცხოვრობ იმიტომ რომ არ არის საჭირო მე ვთქვი რომ არ არის საჭირო იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობ ფლად დემოკრატიულში კრიმინალებს ლითოს კრიმინალი რაო კრიმინალი ხარ მე კი აბა კრიმინალი რატო გამეროდა გა გელაპარაკები გამარაჯანდავა ვარ კაცი ხოლმე ისა რა მინდა გითხრა კრიმინალი არა ვარ შემოკარგო არც უილ სმიტი არ არის კრიმინალი უილ სმიტი რეპიც არ არის არც სნუპ დოგი არ არის კრიმინალი მინდა გითხრა შენ გონია არის კრიმინალი ემინემი გონია რომ არის კრიმინალობა პრინციპში ხება შენ ახლა კრიმინალის პროპაგანდას ეწევი ჩვენ ეთერში რა კიდე თავდაგვარდე განა და იცი ახლა არ დამისო შენ მოგიყვარი მეც მიყვარს ეს ხალხი მაგრამ ეს შესაქმე მე უფრო მგონია რომ ეს არის შოუ ეს ბიზნესისთვის გათვლილი ამბებია იმიტომ რომ გეტოში ვიღაცებმა ბევრი დისკები იყიდა არა კაბუშე რა ბავშვობაში ყოველას რაღაცა გვაქვს მოყვა იმიჯია გამო მართალი უილ სმიტი და ეს რეპი არ არის რა მე მგონი არ არის რეპი მართალი ეს რეპი არ არის მართალი გასაგებია მე მგონი ეხლა ყველაზე ესეთი რეპის წარმომადგენელი შავი პრინცი გამოდგა მაპატე შეიძლება კიდე რამე გითხრა კიდე რაღაცა გითხრა ერთი 800 ემილია ხო გაქვს მანახ შემიძლია რომელი ემინემის 800 ემილია 8 მგონია მე 8 მილი არა რა გქონდა ხე ხო არა ჩვენ დიდი ღონში ცხოვრობ ხო და ის რა ქვია ის ბიჭი ვაფშე არ პარციპარავდა არც ჭრიდა ვიღაცებს გავიდა ერთხელ სცენაზე დადგა და ვიღაც ზანგებს მაგრად შეუსრულა მაგრამ გახდა მაგარი კაი რეპერი მაგრამ იმას გასაგებია რახან არ დაგიჭირა ვიღაცები ლექსებს ვერ წერო არა მე ალბათ სწორად გამიგეთ რომ ის ხმა არ მიტოდა რომ რეპერი ხარ და რევს ღერი უნდა იყო კრიმინალი უბრალოდ მე ვთქვი ის რომ ძირითადად რეპი წამოვიდა ქუჩიდან და ის კრიმინალები იყო მის მაგრამ ჩახდება რომ ქუჩაში აუცილებელი არ არის ხო რაღაცა ძალიან კრიმინალი იყო ეხლა მოპარვით მართლა ვამბობ ყველას რაღაცა მოპარვით არა ძალიან კრიმინალები ისე ქუჩაში არიან ეხლა ეგენი რევსცენაზე რა მაგას გეუბნები რა და ჩემთვის გასაგებია გავაკვეთე ერთ დროს საქართველოში დადიოდნენ ცხენებით რაღაცა მერე ეტლებით მერე დაიხვეწა მერე გადავიდა ცოტა რაღაც კლასიკური ეპოქები შემოვიდა ეხლა შენ ქექავ ასულიდან ამ ყველაფერსა და მე ვასება როცა იხვეწება რაღაცა ფორმა ხო მაშინ უფრო არა გასაგებია მაგრამ შეფასება ხო აქვს ამ ყველაფერს თვითონ აფასებები ეგ დახვეწის პროცესი არ არის ეგ არის კომერციული გახდა ეგ ყველაფერი რა ეგ დაინტერესდა მე სხვადასხვა ლეიბლები და შექმნეს ვარსკვლავები პრინციპში გავარკვიეთ ეს საკითხი თებო ადამიანები არიან რომლებსაც საერთოდ ჯერ კითხვა არ დაუსვამთ გადაცემაში ლიზა ინტერნეტ რადიო სანიტი ლიზა სამ შეკითხვას მოусმინეთ თუ შეიძლება ლიზა აიცით რა არის დღეს რაღაც
ზოგადად თემა არის რეპი და ამიტომ რაღაცა თითქოს და არა გვაქვს იმის უფლება რომ რაღაც თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ ხო თქვენს კერძო შემოქმედებაზე ზოგადად თემაზე უნდა ვისაუბროთ ხო? არა, პირიქით. შეგიძლია კონკრეტულად დაუსვა შეკითხვები ადამიანებს. ანუ შენ რას ვქე ხლა ის აბსოლუტურად პირიქით წარმოიდგინე. არ საერთოდ აი რეპ მოძრაობაზე და ვისაუბროთო თითქოს ესე გვითხრეს ჩვენ რომ რეპ მოძრაობაზე. შეგიძლია დასა კონკრეტული კითხვებიც. აი მე საერთოდ სოფლიოში ეს ცნობილი ფაქტია რომ რეპერები არიან ყველაზე აგრესიულები, ხო? აი თავის ტექსტებიდან გამომდინარე, ქცევებიდან, ეს იმიჯიდან, ხო აგრესიულები არიან, მე ესე ვიცი. არა, ნუ პანკები კიდე სხვა არის ახლა და. სხვა თემა. აი თქვენ რაღაცნაირად დღეს ძალიან დელიკატურები ხართ და მე მაქვს ამის ახსნა იმით ავხსნი ამას რომ თქვენ ხართ სტუდია მაესტროს სტუმრები მაესტროს შეფი არის ლექსოს პროდიუსერი და ბუნებრივია რომ ხართ ძალიან დელიკატურები თუმცა ეს თემა მოსირებს და თქვენ როდესაც ინტერვიუს აძლევთ ხოლმე ჟურნალისტებს ამბობთ ხოლმე რომ ლექსო ვინ არის ეს ლექსო და რაღაცა აი იქნებ აი რაღაც მართლაც და ეს იცით რა არის ეს ფაქტი ძალიან ბევრს აინტერესებს და ამიტომ მიუბრუნდით ისევ ამ კითხვას აპატია ვისევნები ლექსო ვინ არის რომ მე ვიძახდი ხოლმე ინტერვიუში აი შენ ამბობ რომ ლექსო თავის ინტერვიუში არის დაფიქსირებული ესეთი მომენტი რომ თავის თავს რეპერათა არ თვლისო ლექსო მე როგორც ვიცოდი არ თulis ეს კაცი რეპერატი ეს კაცი ლექსო ვაფშე სხვა პროფესიის კაცი თუ არა რეპერი მე ესე ვიცოდი მე ვარ მოქანდაკე ხო და ლიზა შენ მე ესე ვიცოდი რომ მამას არ ვიცნობდი ვაფშე რომ ითხრეს რომ მეთქი ლექსო რაპონჩი და კაციო იძახისო რეპერი არა ვარ ვაფშე თავი დამანებეთო და იმიტომაც თქვი ეგ მინთქო ვიღაცა მითხრა რა თვითონ ლექსი ლიზა შენ არასწორი მიმართულებით მიდიხარ ახლა მე მგონი ვინ არის ეს ლექსო გავარკვიეთ უკვე ეს საკითხი გასაგები ეს არის თემა რომელზეც არ სურს საუბარი არც მაესტროს არც თვითონ რეპერებს და არავის არ უნდა ლიზა მე გეტყვი შეიძლება და მე ესე ვიხდი და თუ ეს არის ტაბუ დადებული იყო არანაირი მაშინ არ ვისაუბრებთ რა რომ თქვენ ასე ვთქვათ სტუდიის გარეთ თქვენ ლაპარაკობთ სულ სხვა რაღაცეებს გაიგეთ რომ აი ჩვენ ვართ ნამდვილი რეპერები ჩვენ ვართ ქუჩაში ხო აი პირველ რიგში შენც და სხვაებიც ამას ამბობთ რომ ჩვენ ვართ ნამდვილი რეპერები და ლექსო არის რაღაც ესეთი აი მაინტერესებს და კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს რა მომენტში მაქვს ნათქვამი რა კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს აი საწერია რომ მე თუ გაქვს ლიზა მართლა კონკრეტული ფაქტები აი მაინტერესებს რა მე გაჩვენებ მე და დაგაკითხავ კიდე აუცილებლად ყოველთვის საჭიროა ლიზა კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს რა ქვია ჩემთვის რომ ანკას ვეძახი მაგრამ ანკას არ ვეძახი დრო გადის საზღვაო გადაცემა უკვე ძალიან და როდის სიტყვებით ესეც საინტერესოა მე სულ ვიტყვი მე მივხვდი რომ ამ თემაზე მაგრამ გამომდის ძალიან სიმართლეს ჩვენ არასოდეს არ გავიგებთ მე როგორც მივხვდი მე თუ გინდა ერთ-ერთი აი ფაქტი მაინტერესებს სად მაქვს ნათქვამი რომ აი მე გაიგებდა ჩემი თუ ხარ ლიზი სიმართლეს როგორ ვერ გავიგებ და ამაზე კარგი დრო და ვარიანტი სად უნდა იყოს და აი ეს ხალხი აქ სხედან სხედს როგორც არის სწორი ფორმა ხალხიზის ზიან ხალხიზის მეც აქ ვარ ამაზე კარგი დრო და მომენტი ნუ იტყუებიან თუ რას ამბობენ არ არის ეხლა ვარ აქ სუდა მე შემიძლია თქვა ეს და ყველა ადამიანი შეგიძლია კითხო რა ხა მე არაფერს ცუც არ ვფიქრობ და არასოდეს არ მithქვამს და არც ვიტყვი იმიტომ რომ ამით ჯერ უფლება არ მაქვს არანაირი მე რა უფლება მაქვს ვიღაცა შევაფასო რაღაც შეფასებები და რაღაც მეორე ამას ეს ორი ადამიანი არის რომ ნუ ნაცნობობას დაახლოებას რომ მოვშორდეთ ჩემი კოლეგა ჯერ მარტო ამიტომაც მე პატივს მე იმიტომ რომ ჩემზე წინ იყო ნავს სფეროში და აქედან გამომდინარე არც ვიტყვით და მე ამაყო და არ ვამბობ ცუც ეს ხალხი აქ არის ახლა თქვენ შეგიძლიათ კითხოთ კონკრეტულად ვინ ვიზე რას ფიქრობს ამ შემთხვევაში ჩემზე რას ფიქრობ რა და დაესმევათ ერთ-ერთი ყველაფერს ხო არა იცი რა მე გეტყვი მაგარ რაღაცას რა ეხლა აი ძმები და მეგობრები ხარ არა ძმები და მეგობრები არა მეგობრები ვარ მეგობრები ძმები არა ძმები მე მყავს ძმობა კიდე უმაღლესი ფორმაა ისა ეხლა ის იყო მოსული სალი იყო მოსული ჩვენთან თეატრში პროფათეულის ამბავში რა პირველი პლუსი ვისაც დაუსვიყო ლექსო გამორჩა შე ხმა მივეცი გამიგე მე ვაფშე არ ვიყავი იმ სიაში მინდა გითხრა და გებიწები და მე შავი პრინცი მე ძვალი მე ვიქტრიკო ანუ მე მიყვარს ჩემი კოლეგები და ძალიან პატივს ვცემ
ბიტს. არის მაშინ ნეიტრალური კითხვა, რომელიც ალბათ ამ ემოციებს არ გამოიწვევს თქვენში. ხშირად ძალიან ხშირად წერენ წერილები, აი ჩვენ ვართ ახალგაზრდა რეპერები, ჩვენ არავინ არ გვეხმარება, აი გამოგიგზავნი MP3-ს და გეხვეწები ჩასვი და აი ესეთი უპატრონოები ვარ და ესეთი საწყები და ასე შემდეგ. აი თქვენ კონკრეტული თითოეული თქვენგანი რას აკეთებს რეპ მოძრაობისთვის? ნუ მე ვიცი რომ შავი პრინცი მართლაც ეხმარება ძალიან ბევრ ახალგაზრდა რეპერს და მაინც აი თქვენი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. რა კი ესეთი თემაა ხო რეპ მოძრაობა დღეს? გასაგებია კითხვა. თითოეული. პასუხს ვინ გაცემს? აკაკი შენ დაიწყებ? კარგი ბატონო. ვინ ეხმარება ვრაო? ვინ კაბუ გაიცი პასუხი შენ? მე ვარ. დაიწყე კაბუ, დრო გადი. ვინ ეხმარება? შენ ვის ეხმარები? მე დავეხმარე თავის დროზე ძვალის კერც. იყო ერთი გრაფი, ეხა აღარ არის. გააგზავნე კაბუ. პედაგოგი რა, მე პედაგოგი არ ყოფილი, მე დავეხმარე ამ ხოლმე. იმისთვის რომ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც არიან დღეს. იმიტომ რომ არ ქონდათ შანსი სხვანაირად. ჯერ რადიოში დავატრიალეთ ჩემთან 100 და 3-ზე. მე რაღაცა, მე წავედი კონცერტზე, მე რო გავედი, გავიყვანე. მე სტუდიაში რომ მივედი, წავიყვანე სტუდიაში ჩაწერეს. მე ის სტუდია ვაფშე გადაიქცა სხვა უფრო ახლობლები აღმოჩნდნენ ისინი ვიდრე მე. და ეხა არიან იმ სტუდიაში ზიან და წერენ. მე რა ვქნა ეხა? კაბუ. რიზა მიკროფონში. ჩემი მეგობარია ძვალი. ჩემი მეგობარია ძვალი და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კაი ტექსტებს წერს ადამიანი და ნიჭიერი ბავშვია და თმასაც იწნის და ქუჩაში ცხოვრობს. სიგარას არ ეწევა. ლექსო, შენ თუ დაეხმარე ვინმეს? მე მგონი ეს დავეხმარე პიქტიკოს დავეხმარე და დავეხმარე მინდოსაც და დავეხმარები კიდე მინდოსაც და ალბათ კიდე ბევრს რა ეხლა ეს ცოტა სხვანაირია. და კაბუ როგორც მსახიობი ლუბგერაზე რატო არ დაეხმარე? ვის ძვალს? ხო. მოგასმენოთ რომელიმე ის ეხლანდელი მისი ძირითად მაღაზე ქონდა ჩხუბი. მაშინ ამიგოს სექსუალური ჩემი მეგობარი კი არის, მაგრამ მე ამიკო არ აღმიზრდია და არ დავხმარები ვარ ხა. არა, ისე შეგიძლია უთხრა 1-2 სიტყვა როგორც მსახიობი. მოგას დაფიცე. რაზე მაქვს? ხედავ ყველასთან. ჩემ თავს გაგვითხრა თქვი რა. სექსუალური რო არ თქვას. ეგრე მართლა ვამბობ. ყველა კვადრატური პრინციპში კაბუ მსახიობია, მეტყველების პედაგოგი ხო არ არის? ჩემი საქმე მაგდა რა. ვინი შემდეგი კითხვა? საღამო მშვიდობისა, ყველას მოგესალმებით. ვინი ტელეკომპანიებზე ანონსები. დავიწყოთ იმით, რომ 100 და 3 ესეთი რადიო არსებობდა, მხიარული ტალღა ერქვა და საკმაოდ რეიტინგული იყო თავის დროზე და გავაგრძელებ კაბუს ნათქვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაბუ მიცის ჩემი დამოკიდებულება რეპ კულტურასთან, მიუხედავად ამისა, მე არ ვაცდენდი არც ერთ გადაცემას და მასთან ერთად სტუდიაში ვიჯექი, გადაცემა იყო ესეთი გუწი, ეს იყო პირველი პრეცედენტი, მამუკა ღლონტამდე და ლექსო მაშინ ფეხს იდგავდა, 1-2 სიმღერა ქონდა ჩაწერილი. 2 სიმღერა იყო და ჩვენთან ტრიალებდა ესეც და გადაცემა მთელი 2 საათის განმავლობაში ეთმობოდა მხოლოდ ჰიპ-ჰოპს და რეპს და იგივე პატარებს, საშუალოებსა და ჰაი კლას, აი როგორც ეხან დაყვეს. ასე რომ ესეთი პრეცედენტი იყო და თუ კიდე ვიღაც გააკეთებს ანალოგიურ გადაცემას, მე მგონი ამ კიდე არ მე გავაგზავნე. დიდი ხანი ველოდებოდი და მაგით. ეხლა რაც შეეხება არა თავისუფლად არა მე იმ რადიოში აღარ ვშობ. კი ბატონო, კითხვა 1 და შემდეგ აქედან გამომდინარე მეორე კითხვა. ხათია მაცალ ერთსამი. ვის გაცლის ვიდეო შენ გაცლის? ვინი რეპი არის მუსიკა? თქვენი აზრით. უკვე არის. დიახ. ძალიან კარგი. ეხლა მეორე კითხვა. ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი სამივე თქვენს შემოქმედებას. შავი პრინცი და ლექსო როგორც მუსიკალურად თითქოს ერთ ადგილზე გაიყინენ. კაბუ ამ ხრივ განვითარდა, იმიტომ რომ კაბუს ჰქონდა როგორც პლაჟნი რეპი, როგორც მძიმე რეპი, ისე სხვა და ეხლა სადღაც შეიძლება პოპშიც წავიდა და შეიძლება უფრო როკშიც წავიდეს და დაუბრუნდეს ისევ ძველ ფესვებს და ასე შემდეგ. თუ არის მუსიკა და რა მოხდა თქვენში და რატომ აი ესე გაჩერდით? ვაცალეთ, ბატონო, ვაცალეთ და არა მე მინდა მიხავი. არა ერთსამით იცი, მაშინ თუ გაცალეთ, კარგი, შენ დავუშვათ შესვენებას აკეთებ, მაგრამ მე იგივე მოვისვენე მესამე პროექტი, ასე ვთქვა, ნახევარი პროექტი საახალწლო და სიახლე მუსიკალურად არაფერი არ იყო. ანუ რაც იყო პირველი, მეორე ალბომი იგივე დარჩა. თუმცა ლექსო გვპირდებოდა რომ რაღაც ახალი და ახალი იქნებოდა, თუმცა იგივე ბიგ ტიკოს შემოქმედებაც არის იგივე, უბრალოდ გოგო მღერის შენ ხარ ბექზე დაუშვათ.
იქნებოდ რომ გვაცალოთ თქვენს აცალოთ თქვენ თავს და ცოტაღით გაჩერდეთ და სადაც ორი რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ რაღაც ახალი შემოგთავაზოთ. ხო, მე პირადად ეხლა დიდ პერიოდს გავაკეთებ ეხლა რა სერიოზულ პერიოდს რა და მე იხილავთ რაღაც ცოტა ცვლილებებს შევიტან რა. მე მგონი საჭიროა იცით იმიტომ რომ მეც ასე ვთვლი რა ჩემს პირადულში ასე ვთვლი რომ აუცილებელია შეჭერა ცოტა ხანი პაუზა რა. შეიძლება ჟღერადობა და ჰარმონია არ შეცვალო, მაგრამ რაღაცა სიახლე შეიტანო და იგივე კვადრატი შეცვალო და ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ახლა მე კონკრეტულად რა მუსიკაში რა ზღულის მოფესიც ნუ გარჩევი საკითხია, მაგრამ იქნება რა ეს ხო იყო პირველი, მეორე იყო ახლა ნუ მეორეს მერე ის ორი სიმღერა გამოვიდა მარტო და ახლა სიმღერაში ზოგჯერ აქვს დატვირთვა ტექსტს უფრო. ზოგჯერ თემას, ზოგჯერ ჰარმონიას, ზოგჯერ რიტმ სექციას და ორი პროექტი ესეც იქნება ის ორი იყო და მესამე რო გამო ამაზე მერე შეგიძლია ისაუბრო. მესამეს რაღაც ნაწილი მოისმინა უკვე საზოგადოებამ და ჯერ სიახლე არ არის. არა, ის არის ნუ ერთი სიმღერა, მაქსიმუმ ორი. გასაგები. კაბუს. ველოდებით სიახლე. კაბუსგანაც ითხოვ. კაბუსგან მე მოვისმინე წეღან რომ კულისებში. ასე რომ თქვა რომ რაღაც უფრო აქტიურად აპირებს და. კარგი ბატონო. მაშინ ახლა ცოტა ხნით გადავინაცვლოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ და გადავალოთ თვალი ძალიან მოკლედ რეპის განვითარების ისტორიას საზღვარგარეთ. შემდეგ ვნახოთ რეკლამა და შემდეგ ისე სტუდიაში დავბრუნდებით. რიტმულად მიმდინარეობს გადაცემა პრესპრესი. დღეს საუბრობთ რეპზე და გავახსენოთ შემდეგი კითხვა ნანა არჩაძე. საღამო მშვიდობისა, როგორც იქნა მე ღირსა, ნანა არჩაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. თავიდან რამდენიმე კითხვები დამიგროვდა და ნუ ესე დავიწყებ რამენელა. შავმა პრინცმა რამდენიმე წუთის წინ თქვა ასეთი რამ, მე ვარ, იმიტომ მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მე ვარ ნაღდი თუ ნამდვილი რეპერიო. გამოდის თუ არა და შეიძლება თუ არა ვიგულისხმოთ, რომ ვინც ამითი არ ცხოვრობს, ანუ ამ შემთხვევაში ლექსო და კაბუ არ არიან რეპერები შენი აზრით. ჩემი აზრით პირადულში არც ერთი მათგანში პირადულში არ ჩავიხედები. ეხლა შეიძლება სხვა პრობლემის წინაშე დგან რა. არ არის აუცილებელი მანდამაინც ისეთი პრობლემის წინაშე იდგეს ადამიანი, როგორი პრობლემის წინაშეც მევდგევა რა. არ აქვს ერთი კუთხე არ აქვს ამას რა. ეს არის მრავალფეროვანი გაჭირვებიდან წამოსული მუსიკა. ამას ვერ დავახვენ. სავალდებულო არ აქვს. მერთმა დაგიფაროს, ნო ჩემნაირად რო იცხოვრო, იმიტომ რომ მე მართლა ცხოვრობ ისე რომ მინდა რომ ვიცხოვრო კარგად, ამაზე კომფორტულად, მაგრამ არა. აი შეიძლება კომფორტულად ცხოვრობდი ადამიანი, მაგრამ რაღაც პრობლემა გქონდეს, ან სულიერი, ან ხო შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს. ეს გასაგებია, მაგრამ ესე ვიკითხავ, შენი გაგებით არიან თუ არა ესენი რეპერები? პირდაპირ აი ესე თუ შეგიძლია მითხრა? ან კი ან არა? არიან. შეიძლება რაღაცა თქვა, ეხოთები რა. მე დარწმუნებული ვარ რა, ეხა დარწმუნებული ვარ, რომ ლექსო მამაშვილი ძალიან დიდარია. შემიძლია აქედან წაგიყვანოთ სახლში. ისა, მაინტერესებს არის ეს მიდარი ძალიან. ისა, მე გეტყვი რა, დედას გეფიცების და რაღაცების თქმები, ახლა არ მინდა ცოტა ისე ცუდი ის არის ესე დედას გეფიცები. მე ვიცი ზუსტად, რომ ლექსუსაც ზუსტად იგივე პრობლემებია გამოვლილი. და მეც. გამოვლილი არა, შეიძლება გვაქვს კიდევ შეიძლება. გამოვლილი. მართლა. ის რაც გამაჩნია ახლა მე რა მნიშვნელობა აქვს საიდან აქვს რა. მაგრამ ვიშო. ხდები? აი ეს არის. მე შავი პრინცის პასუხი მაინტერესებს და გავიგეთ. შავი პრინცის მართლა გავიგეთ, ნანა, ამიტომ შეგიძლია სხვა კითხები გადავიდეთ. კიდევ ჩემი აზრი, მე ვფიქრობ, რომ კაბოსთვის ეს არის როლი, თუ არ შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის როლი, რომელსაც კარგად ასრულებს. ლექსოსთვისაც დაახლოებით ასე, რაღაც როლს ასრულებს ცხოვრებაში. ჩემას ვამბობ, ხო? დიდი ბატონო. და თავის საქმე, ხო? შეიძლება როლში თქვა საკუთარი სათქმელი და შავი პრინცი არის ამ როლში დარჩენილი ესე. იმდენი როლები. ბოდიში რა, სანამ გააგრძელებ, ვიცი რას გეტყვი? დატოვებული. იმის გარდა რომ მე გასაგებია, ნუ სხვა საქმიანობა არ ვიცი, ნუ კაბუმ საქმე. მე სხვა საქმე, ნუ იმის გარდა ნუ არ ვეხები ხა რაღაც უფრო სწავლას და ასე შემდეგ. აი ეს საქმე მიყვარს რა, ეს ჩემი საქმე, აი გულიდან ვაკეთებ რა და შეიძლება ალბათ იმიტომ დავამასა ხალხმა რომ გულიდან ვაკეთებ რა და შეიძლება ოდესმე აღარ ვიყო, ოდესმე კი არა, მალე შეიძლება ხვალიც გადავიფიქრო და თამაშობენ და აფასებენ. არა, გასაგებია, კაბუმ მსახიობია, მე მსახიობი არა ვარ, მაგრამ
მეც მაქვს როლი ამაში და ჩემი თეატრი ეს არის რა, ჩემი რეპია, ჩემი თეატრი რა. ჩვენ ამ ცხოვრებაში ყველა მსახიობები ვართ, გესმის და შოგი ასე თქვენსაც მიკროფონი თამაშობს, ზოგი სხვადასხვა რაღაცა. ანუ სწორად გავიგე, ამას ვამბობ. არტისტებს ეძახიან თავის თავს, რეპერები დასავლეთში. ანუ ეს არის რაღაცა სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი, ანუ თეატრი პატარა, მინი. ხო, სწორად. სადაც თავის რეჟისორებიც არიან და მსახიობიც. მე ყველაზე მეტად ეს მომწონს ჰიპ-ჰოპში. გასაგებია, შემდეგ კი სცენარისტებიც. მართლაც გულახდილად მაინტერესებს. მე მოსმენილი მაქვს რაღაც ამერიკული რეპი, როგორც ასეთი, ბევრი რამ. თუმცა მე არ მომისმენია, შეიძლება ვწდები, მაგრამ მუსიკა, მოპარული მუსიკებით, პლაგიატით და ასეთი ცნობილი მელოდიებით ფილმებიდან, მულტფილმებიდან გამოყენებულ მუსიკაზე, არა, მე ჩემს უკაცრავად. ესეთი რამ არ მომისმენია, როგორც ასეთი. ეს არის რეპში დანერგილი შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ რო და არის თუ არა ეს ნორმა რეპისთვის. გასაგებია. შეიძლება. ისა ეხა მიგეტყვი რა. ყველას აქვს რეპში უცხოეთში, ანუ ამერიკაში. ყველას აბსოლუტურად რაღაცა ძველი სიმღერებიდან, ძველი მუსიკიდან რაღაცა აღებული და გაკეთებული. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური რა. და რაღაცა იმის რა ქვია არ აქვს პრეტენზია რაღაცა კლასიკოსობაზე. ანუ აკეთებენ ძალიან თავისუფალს, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი მაგარი ძალიან. ყველაფერზე ლაპარაკობ და ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკო. ეს ჩემი ბოლო სიმღერა, რომელსაც ძალიან ითხოვე. მხოლოდ დრამ, აი, მხოლოდ რიტმ სექცია. მეტი არაფერი. ხვდები? არა ითხოვე. მარტო რიტმ სექცია, არაფერი, პატარა პიუნც არა აქვს რა. ხადია შემოკარგო, რამდენს სნუპსაც აქვს რაღაცეები. აი, ჩემს აზრს გეტყვი რა. იცი რა არის? კაბი მართალი თქვა, ბევრს აქვს და იგივე ისეთ წამყვანი რეპერები, როგორებიც არიან და უშუალოდ Snoop Dogg და Tupac-ი, ასპარეზზე გამოვიდნენ, აი იგივე California Love. არა. პარარამ პამ პამ პამ. ეს თემები აღებულია და აქედან გახდნენ ცნობილები, მაგრამ მე ამ მაშინ არ ვამართ, არ ვეთანხმები. ყველამ თავის საქმე იცის, აკეთებენ, ვისაც მოწონს, თავი კარგად გააკეთო, ის ყველაფერი კარგადაა გაკეთებული. კაბუმ თუ რაღაც რიფლექსია აქვს, კარგად გააკეთე, მაგრამ მე არ მიყვარს ესეთი რაღაცა და ვინც მიმიყვაროს, რომ მინდა თქვასო, ჩემი პირველი სიმღერა იყო საიდანვე აღებული, იმ სიმღერას წავშვა თავს დავანები ფრეებს, აი მეტი რა თქვა ხარ. ჩემი პირველი ალბომზე ჩემი დილა იგივე თქვა. მე ვცდილობ მინდა რომ სამესრო გავაკეთებ მაშინაც. სამწუხაროდ რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის ნებისმიერ სიმღერას მუშაობას, რაიმე ახალი შეუქმნა. არ გამოურიცხავ გავლენას. გავლენა ბუნებრივი არის, იმიტომ რომ თვისობრივად რეპი არ არის ქართული. ხო, ხადია, ეს მაგრამ გავლენა, მაგრამ სკოლა უნდა იყოს კიდევაც. და იგივე Death Row სკოლა, West Side-ების სკოლა მაქვს და ის მომწონს და აქედან გამომდინარე შეიძლება ჩემი სიმღერების სტილისტურად იმად გავდეს, მაგრამ შინაარსობრივად თემა, იგივე რითმები, იგივე ინტონაციები იყოს, ის უნდა მოვიგონო. მე მინდა რომ ჩემი შეუქმნა და შემოქმედი მაშინ პლაგიატი ვიქნები რა და მჯობია ხელოვანი იყო პლაგიატობას. ხო, და რადგან ხო. მეც იგივე შემიძლია თქვა ჩემს ალბომებზე ერთს და მეორეც რომელიც ახლა გამოდის რა. მივიდნენ და მითხრან აი დაადო სიმღერას ხელი რომელიც მე პირველ ალბომში მიმღერია და თქვან რომ ეს არის ვიღაცისგან მოპარული. მე ვებრძოდი ამას. ვაფშე ძალიან ისე აი ენერგიულად რო არ გინდათ, მაგრამ გქონდათ თავისი მართლებდნენ ბავშვები რომ რა ვქნათ კაპუბიძია, ფული არა გვაქვსო. არანჟირება კიდე ძალიან ძვირი ღირდა ყველასთან. რასიტყვის ამ შემთხვევაში უკაცრავად კაპო შავი პრინცი, რომელსაც ეს პრაქტიკაში დანერგილი აქვს და მისი კოლეგები რა ეს შავი პრინცის ამბავია და შავი ხო, არა, მე ამიტომ დავსვეს კითხვა. აი მე როგორც ამას გადაკეთებული ვთქვათ, ბანდიტო და აი არა, მოსმენილი ქონდათ? მოსმენილი ქონდათ ეგეთ სტილში? ნანა. ნანა ეკითხა. ქონდათ მოსმენილი ეგეთ სტილში? თქვენი სიმღერები? მე მოსმენილი დამუშავებული სიმღერას. სხვა არა. არ ქონდათ? მე ხომ მოვისმინეთ ჩემიდან. კი. ხო, არა. ანუ შავი პრინცი ამბობს რომ რაღაცა ელემენტის და რაღაც ნაწილის სხვადასხვა ფორმის გამოცემა მე თუ შეიძლება აი შავ პრინცს ვკითხავ მაშინ, ხო? თქვენ ესეთი რამ თქვით რომ მე ძებნილებიდან წამოვედიო, იმიტომ რომ მე იქ ამოვწურეო ჩემი შესაძლებლობა და ჩვენ ცოტა სხვადასხვა სტილის მუსიკას ვწერთ და ვაკეთებთო და ამიტომ ჩემთვის აღარ იყო საინტერესო ეს, ხო? ესე იყო ნათქვამი. მაგრამ თქვენ აკეთებთ შემდეგ სოლო სიმღერას განგსტერინოს, საბჭოური მულტიკის ესე ვთქვათ საუნდტრეკი თემა და ძებნილი აკეთებს ჩუგაჩანგას. ეგ ეხლა აი რა განსხვავება ის რომ ეს ჩუგაჩანგაა და ეს განგსტერინოა? ეს იყო მთელი განსხვავება? ძებნილი ალბათ თავზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ
მე რასაც ვაკეთებ, ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ვერ გაცებ თქვენ პასუხი. მე ეს მიყვარს სისტემა და სურვილი მქონდა გამეკეთებია ეგეთ სტილშია. მე არ ვამბობ იმას, ან მოვიპარე, შეიძლება თქვენ თვლიდეთ ისე რომ მე მოვიპარე. არა, მე არ ვამბობ, რომ ეს იყო ვოკალური, თქვენ ხო არ მალავთ რომ ეს არის მულტფილმიდან აღებული. ამას ალბათ უბრალოდ ეს არის გადაღეჭილი თემა, ეს მულტფილმების თემა თქვენს შემოქმედებაში. ნუ ხო რა, ძებნილებს რაც შეეხება, ალბათ ისინი თვითონ გაგცემენ ამაზე პასუხს, მაგრამ მე რაც შემეხება, მე ვიტყვი რომ ეს შეგნებულად გაკეთებულია, იმიტომ რომ მომწონს მელოდია და მქონდა სურვილი გამეკეთებია ამ მიმართულებაში რა. ასევე როგორც ბესამე მუჩოზე, ასევე როგორც ბლუ კანარი და ასე თითქმის ყველა მელოდია ეს არის აღებული უკვე. ნუ ავიარე ჩავიარიდან მაშინ უბრალოდ პატარა კომენტარი იმ სიმღერაზე, ისევ ჩუნგა-ჩანგაზე, სადაც ძებნილები ამბობენ. ხო. ერთი კაც რა ვინი და ვინი? უკაცრავდა ციტირებას ვახდენ, გავკარით თქვენ სუპერკალს. ეს ესეთი რა იყოს თქვენი მისამართი? ნუ სანამ მაგენი გაკრავდნენ, მანამდე მე ვკრავდი ჩემს სუპერკალს და რა ვიცი ახლა ანუ წენა არ დაგჩენია. თუნდა მაგენმაც გაკრან, რა. ძებნილებზე არ გქონდათ წენა? არა, შეიძლება მაგენი საუბრობდნენ, მაგრამ მე უფრო რეალურად ვასრულებდი რა. გასაგებია. ნანა უკაცრავად, მაგრამ არის ადამიანი სტუდიაში, რომელსაც შორჯერობით შეკითხვა არ დაუსვამს და ისე მორცხვაძის რომ არც დაასმევინებ. თუ არ მივეცილება. გამარჯობა, ძინა მაყაშვილი, რადიო ევროპა პლუს. მე ყველასთან მაქვს ერთი კითხვა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. აი, იმას, რასაც აკეთებთ, ანუ თქვენ მოღვაწეობას შეიძლება დაირქვას სახელი ხელოვნება. უი, აბა რა შემოყარ. და თუ რატო მაშინ აი როგორ რა? ნუ არა, იმიტომ რომ ხელოვნება, ლექსი აბა. ხელოვნება, აი შენ რომ მიპასუხე ხელოვნება გასაგებია. არა, ლექსი რა არის? ხო, მაგრამ ლექსი, რომელიც ხანდახან რითმაშიც ვერ ჯდება, ვერც კი. შეგ გესმის ასამბობელი? ხანდახან ალოგიკურია. ხანდახან ალოგიკურია. რომელი? მე ვერ დავა კონკრეტულად. კონკრეტულად. აბა რატომ მეუბნება ალოგიკურია? ვინ გითხრა? ბატონო? მოსმენდი და თქვენ ჩემს კი, მე საერთოდ სიმართლე რომ გითხრათ რეპი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ საერთოდ ხელოვან და შემოქმედებით ხალხს. გაიხარა. ხო და აი შავ პრინცთან მაქვს კიდე ერთი კითხვა რა. მე მგონი ცოტა ისეთი რა, საინტერესო იქნება შენთვის. ორიოდე სიტყვა შენ პროექტზე ილიკო სუხიშვილთან. ხო, ილიკო სუხიშვილთან რაც შეეხება ქორეოგრაფია რა, ამასთან ერთად კიდე რასაც თუც ვაკეთებ. სუხიშვილი რეპას და შავი პრინცი ცეგმას. ხო, ხვდები, არა ცოტა უცნაურია, ეხლა შავი პრინცი და სუხიშვილები. უცნაური რატო არის? აი თქვენ სახელიდან გამომდინარე ალბათ, ხო? ნუ ეხლა სხვადასხვა ხელოვნებაში, ნუ ქორეოგრაფია რა ვფლობ სპორტულ ცეკვებს ძირითადად პლასტიკას. ნუ ბრეიკდანსით შედის. ნუ პლასტიკას რაც შეეხება რა. რადგანაც ახალი პროექტი იყო დაწყებული, ასაფართი ესე დავარქვათ. გაგვიჩნდა სურვილი, რომ პლასტიკის რაღაც განსხვავებული ნაწილი ჩაგვედო ამ ასაფართში. ეს ილიკოს სურვილიც იყო და ჩემი სურვილიც იყო, ჩვენ მეგობრობთ ერთ შენობაში მუშაობთ, მეც ყავს რა, რამოდენიმე მოსწავლე, სადაც ჩემგან იღებენ მაგალითს პლასტიკისას რა. და გვინდა რომ განვახორციელოთ. ნუ არის რა, ესეთი ჩანაფიქრი. მაგრამ ეხლა ილიკოსაც ძალიან ბევრი საქმეა. და კიდე ჩემი საქმე. ჯერ ვერ განა. ნუ არა, ჯერ ვფიქრობთ, როგორ რანაირად რომ გამოგვივიდეს კარგი და საინტერესო. ჯერ გონებრივად მუშაობთ და მე უკვე ფიზიკურად ჩავერთვებით და განვახორციელებთ აუცილებლად. ქართული ფოლკლორი არის. ლალი მიკროფონში. როგორ? ქართული ფოლკლორი ხომ აღარ გაბავა ეს ლალი მიკროფონში. რატო არ გამო? ახლა თქვენ თქვენ ვერ ხედავთ ამას ხო არა რომ ჩვენ ქორეოგრაფები ვართ და ალბათ ხედავთ ამაში რაღაცა საინტერესოს რა. ახლა მაგას რა თქმა უნდა ვინც ქორეოგრაფი არ არის ის ვერ შეხედავს რა. ჩვენ ვხედავთ. შეიძლება ხედავთ და ჩვენ ვწდებით ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან ძნელია დანახვა ბრეიკდანსსა და მაგალითად რა ვიცი, აჭარულ შოუს. ნუ არა, ეს ბრეიკდანსი არ არის ძირითადად. მე მოვიყვანე ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მიმდინარეობა რა, თორე აქ არის სინთეზი უნდა მოხდეს რამე? აქ ძირითადად არის პლასტიკაზე რა საუბარი და ბრეიკდანსი ფლობს სერიოზულ პლასტიკას რა. ალბათ ბრეიკდანსის ყველა მოცეკვავე იცეკვებს ნებისმიერ ცეკვას. მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ყალიბდება ამ მიმართულებაში სერიოზული პლასტიკა. ამას ერქმევა ისევ ასაფართი? ნუ არ ვიცი რა, დაერქმება არ ვიცი, მაგრამ ჯერ კიდე გეუბნებით, მუშაობთ გონებრივად, მე ჩავერთვებით ცოტა ფიზიკურად და მე მგონი ბრეიკ პარტი იქნება ეს ალბათ. ალბათ, რა ვიცი.
გასაგებია ლიზა. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება რეპ კულტურასთან დაკავშირებით. აი ძალიან მიისწრაფის ჩვენი ქართული ესტრადა რომ რაღაც მივახლოვდეს ამ სოფლიო სტანდარტებს და სოულსაც მღერი ვართ ჰიპ-ჰოპიც შეიქმნა თუმცა მე არ ვფიქრობ ეს ჰიპ-ჰოპია იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი ეს არის MC, break-dance, graffiti და რეპი ერთად ხო და ჩვენ ვხედავთ მხოლოდ რეპს ანუ დანარჩენებს აი რაღაც მთელობა კი ხო ხაგინახე შენ სუნდოგი თავზე რო ტრიალებდეს დედას ჩემო კარგო მის გარშემო იმდენი ხალხი ტრიალებს მე ჩემს გარშემო რა ისი ვინ ტრიალებს შენს გარშემო ლელა წურწიბუია კი ბატონო ნინა ზურა ხაჩიძე ბრეგდანსისტები მე მაგალითად ვცდილობ რა 100%-დან 80% მაინც არის დატვირთვა ჩემს კლიპებში და კონცერტებზე რომ აუცილებლად ხო რა ეხლა ეს კიდე რა რეკლამებიც კეთდება ეხლა რომ breakdance-ის ფედერაცია შეიქმნა ამ საკითხშიც პატარა წვლილი მიმიწვის და შეგიძლიათ მოგზავნეთ ნახოთ დაათვალიეროთ ძალიან კარგი მაგრამ ჩვენ მაინც ერთი ნაბიჯით თითქოს ყოველთვის თითქოს და ნამდვილად ჩამორჩებით და არა ალბათ ერთი ნაბიჯით და არა მარტო როდესაც ეხლა როდესაც და არა მხოლოდ რეპში გეთანხმებით ამაშიც არის ახალი ტენდენცია ხო ძალიან უკვე პოპულარული მთელ მსოფლიოში ეს არის რეპის და როკის შერწყმა ხო ავიღოთ ახალი პროექტები ეს არის Snoop Doggy და Doors ეს არის მაგარია ძალიან ეს არის Jay-Z და Linkin Park-ი და კიდე რიგი აი ესეთი ძალიან საინტერესო და ხმაურიანი პროექტები ანუ ჰიპ-ჰოპერები ეძებენ ახალ რეპერები გენაცვალე ერთი და იგივე პრინციპში ჩემო კარგო მე ლექციას მერე წაგიკითხავ შენ კაბო და გეტყვი შენ ვინ არის და რა არის ხო კარგი ყველაზე ჭკვიანი შესაძლოა ჩვენ თუ ვაპირებთ რა მე მაინტერესებს რატო ეს სიახლე არ არის თქვენს შემოქმედებაში და რა იცი და არ არის ეგ არის სიძველე ჩვენ სიახლეებში მაშინ მითხარი შემოხედა გითვალეთ გითხრა ვისთან ეგ არის ძალიან სიძველე ჩვენ მაგათ ვაკეთებ აბა მითხარი არა 93-ს რასაკეთებ გაიზარდა ის ხალხი აღარ ახსოვს ნუ ეხლა რამოდენიმე თვეების უკან მახსოვს კარგად ძალიან როგორც ეხლა ვაკეთებდი მაგას აი ლინკი პარკ და ჯეიზი ვაკეთებდი ეხლა რომელ ჯგუფთან იმას ბიტლებთან ერთად გაბო სერიოზულად გეკითხები ჩემ ჯგუფთან ერთად რომელსაც ერქვა Crazy Rats აი ესე ერქვა ჩემო კარგო და შავარამიშვილები და მაშინ რო ცოტში იყვნენ ჟურნალისტები სერიოზულ სტატიებს წერდნენ ჩვენზე და შენ არ იცი ესა სამწუხაროდ ჩემო კარგო მე კი არა ძალიან ბევრმა არის ეგ არის ძალიან ძველი ამბავი ჩემს ცხოვრებაში და ჩემს ისტორიაში ხო მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არის აბსოლუტურად უცნობი ჩემო კარგო და არის ეხლა სრულიად ახალი პროექტები შენ რას ქმნის სიახლეს ამ ხრივ თუნდაც ან სხვა ხრივ გარდა იმისა რომ ღერი ხარ პოპ მომღერლებთან და ხარ ნაპატპიევკა უკაცრავად რა პოპ მომღერლებთან არის თუ არა ეს ხო ეგ რომელია ქართულად არ ვიცი, აი გადამითხარი. ქართული რატო არის? კარგი, მოდავანე. Sorry. ძალიან დიდი ბოდიში. გაგაბრაზე კაბუ. გაგაბრაზე, ჩემო კარგო. მელაპარაკებს არიცი იმას. შენ პირადად. კაბუ. დამითვალმეთი. კაბუ, დამისაბუთე. მე ერთად მოვუსწრებ ლექციას, მაგრამ ხატია და სულ. არა, რატო არ მიფასუხებ? ახლა თუ არა, ახალს ამ მიმართ. რას? ვერ გავიგე? თქვა კაბუმ რომ მე შევქმენი და ახლა აღარ 93-ში შექმნა რომელიც არ იცის არავინ და არც ახსოვს და ლექსა შექმნა ირაკლი ჩარკვიანთან ერთად აკაკი შენ მას ფიქრობ ზუმბა და ბევრი კიდე კაი ადამიანები ეს ისტორიისთან ერთად ერთი კარგი შექმნილი კომპოზიცია ქვია ვერმენდობი მას ეხლა სულ მალე მოგიტან რა პირადად შენთან მოვიტან ლიზი ქვია დაამტრიე როკი. დაამტრიე როკი და მიიღებ რეპს. ესეც სათაურით არის რა. ოღონდ ძალიან ძველი ნამუშევარია რა ეგ. საერთოდ რო გაგებაში არისო, თქვათ, მაშინ პაკალენია იმისა, რომ თუ შეიძლებოდა რეპი. გასრავად რუსულად რატო ლაპარაკობთ? არ ფლობთ ქართულ ენას? მაშინ მიმართეთ კაბუ და კაბუ გასწავლეთ. ლიზა არის პროვოკატორი ადამიანი. გააგზელე აკაკი. მე შემიძლია ხანდახან ინგლისურით ჩავახსო, მაგრამ ეხლა გააშინია როგორ მოტივით წავეყო. შენ მე რას მაყრი ვერ გავიგე. ქართულთან ერთად ბგერების სწორი წამოთქმაც ძალიან ფოთი. აკაკი დაასრულე? უკაცრავ. აუ ერთი კითხვა. მაგრამ
გამოვაჩენ მაგის დროს აუცილებლად მოვა მე შეიძლება სხვა თემაზე გქონდეს ჩვენ საუბარი ამ ეტაპზე თავს ვიკავებ რა გასაგებია ყოველი შემთხვევისთვის ის ნათქვამი რომ მე ცოტა უნდა შევისწონო იმისათვის რომ ახალი ნაბიჯი გავავდა ამ ახალი ნაბიჯს მოყვება ცოტა სხვანაირი ახალი ნაბიჯი გავიდა შემოვიდა კიდე გეუბნები და ვაპირებ იგივეს მეკი კიდე მე მოგელაპარაკე სანამ შენ კითხვას დასწავდი აგერ რა თქვა კაცმა რომ აპირებსო როკში დაბრუნებასო და როკში დაბრუნებას კი რო აპირებ ამის სინთეზს ვაკეთებ იმიტომ რომ პოპულარულია და ვიღაცები აკეთებენ ამ ჯერიზი გაკეთებ. ერთი წუთი ხატია სანამ კითხოს დასწავლ ლექსოს უნდა და რაღაცას. და ის რა ქვია, ბექებში არავის არ უნდა. კაბუთო და 10 საათქვა. ბექებში. ლექსო. თქმარ ისი უბრალოდ მეთანხმები ეს გაუკეთებიათ, აგი აკეთებენ, მაგრამ ალბათ მე უფრო სხვა მხრიდან ვიტყვია გავცემ ამ კითხვას პასუხს. მაინც ცოტა ქართველები ხო იცი ასე თუ ისე არ გიათვდა პრობლემური ხალხი ვარ და იგივე აი ერთმანეთი არ გვიყვარს ეხლა დასამალე ხო არ არის როგორც გარკვეული ზომით რა და ის იმაზე ამას ამბობს როკერები ფიქრობენ რომ რეპერები ესეთები არიან იმასთან ვერ ჩავწერ ის პაპსავიკია მე იმას ვერ გავუკეთებ და აი ამ ბარიერს როცა გადავლახავთ მე ხალხი ყველაფერი იქნება აი ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება მომსმენთ თუ არ გისმენთ ხატია აი ერთგვარად ლიზას კითხვას გავაგრძელებ და აი ხა ლექსომაც თქვა რომ ეს ბარიერი უნდა გავარღვიოთ და მე მაინტერესებს ალბათ შავ პრინცთან ნაკლებად მექნება შეკითხვა იმიტომ რომ მას ჯერ ეს პრეცედენტი არ დაუშვია თუ არ ჩავთვლით იმ ფოლკოთეკას რომელიც ჯერ არ ვიცით რა არის ჯერ შეიქმნა და მერე ვიკამათოთ ხო პრინციპში აი თქვენ ყავთ რა გარკვეული კატეგორიის მსმენელი ხო რეპერები აი ლექსომ ჩაწერა დუეტი აჩიკო მეფარიძესთან ლელასთან ჩაწერა დუეტი ზურა ხაჩიძესთან ჩაწერა დუეტი არა მე არ ვიტყოდი ესე ნინასთან ჩაწერა დუეტი ეს ხომ არ არის თქვენი მხრიდან აი ერთგვარი ფანდი პოლიტიკური ალბათ რომ აი ის მსმენელებიც მოიზიდოთ ვინც უსმენს თქვათ აი იმ ადამიანებს ვისთანაც დუეტები გაქვთ და თქვენ არ გიფიქრიათ ხატია შენ არ გიფიქრია რომ ეს პირიქით არის და მათი მხრიდანაც არის ფანდი არა თუნდაც ეხა ისინი როცა დასხდებიან მაშინ მათ დაუსვამ ამ კითხვას და ამ შემთხვევაში იცი რა მე ვფიქრობ რომ რეპს უფრო ცოტა პროცენტულად მსმენელი ყავს ვიდრე ვთქვა შემსტარხა არა ნუ პოპ მუსიკას ეს სოფლიოში ესეა ამაზე ნუ ხო აბა რატომ მოხდა ეს თქვენი ტანდემი უბრალოდ აი ესე მოხდა ნუ ექსპერიმენტი თქვათ ერთი იყო ლელოსთან რატო გაგძელდა მე ზურასთან მომწონს მე ეგეთი რაღაცების კეთება და მიყვარს მე აღარა ვარ ის იმას აქშო წავიდე და ეხლა თელი დღეები და ღამეები სტუდიაში ვაღამო და რაღაც სოლო არა კაბუ დამეთანხმება ეს ცუდი არ არის როცა გინდა მოიზიდო თქვათ იგივე ზურასთან არავის არ ვიზიდავ ლელას მსმენელები არავის არ ვიზიდავ მე ვაკეთებ იმას რაც სიამოვნებელს ანუ შენ პოპულარობისკენ არის უკვე ბიჭო არ ვიზიდავ არავის რაც მომწონს იმას ვაკეთებ და თავისით მოდის ეს ხალხი. ხო, ამას ვამბობ, ეს წინასწარ ხომ არ იყო თქო, კაცო, ამას გეკითხები. აი, მაგას გიპასუხებ მაგაზე კონკრეტულად. არა. მართლა არა. მე კიდე ესე ლევასთან მინდა გითხრა რომ ბაბატიო. მამულიჩამ დამიდეკა და მითხრა, რა ვქნათ კაბუ, ხო არ გავაკეთოთ რამეო. რა გავაკეთოთ რამე. და გავაკეთეთ. კაბუ დამეთანხმებია. ნინასთან ერთად, იმიტომ რომ ნინა ჩემი მეგობარია, ვისხედით ერთად, სულ ერთად ვიყავით იმ სტუდიაში. ბარემ გავაკეთოთ. დამეთანხმებია, ალბათ მე ნინასთან დუეტი არ მომისმენია, მაგრამ რადიოს პრაქტიკა გარკვეულწილად მაქვს, ხო ალბათ დამეთანხმები. 7 დეკემბრის მერე შენ კიდევ უფრო პოპულარული გახდი ლელოსთან შესრულებული სიმღერით. არაფერს ვამბობ, მე არა, რეალურამდე იყო, მე ვიცი, რადიოში ტრიალებდა. მე ზურასთან დუეტი ეხლა ჩარტებში აი დალი მეტყვის ალბათ ვერტნოპლისი ძალიან პოპულარული და შეგიწყო ხო ფაქტიურად ხელი. ეს მეც მიწყობს ხელს ლელასაც და თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ანუ ეს მარტო ჩემგან გამომდინარე ან ლელასგან გამომდინარე რა თქმა უნდა. რაღაცა მაგრამ ლელა ის კატეგორია რომელმაც სპორტის სასახლე უკვე გაავსო. ხო, ანუ შენ უფრო მეტი ძალიანაც კარგი, უნდა გაავსოს, მაგრამ ხადია, რადგანაც ასეთი ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნათ, დავშეთ შეიძლება ამ უხერხულ არა და ადამიანს ეუხერხულება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მე მოგაწოდება ობიექტური ინფორმაციას, რომ ორივე შემთხვევაში ინიციატივა მოდიოდა პოპ მომღერლებისგან. მე ჩემ თავზე რო გავცე პასუხი შემომთავაზეს და დავთანხმდი და მაინტერესებს შენი აზრი ჩემ შემთხვევაში როგორ იყო რაც გავუთხარი. როგორ? აი მე რეზონანსი სიმღერის გამოხმაურება. ნუ მე ამ შემთხვევაში ყოველი კითხვა რომ დამწეს. ისაო, შენო დუეტები გაქვს იმასთან რა ქვია, ამიკოსთან და ღამურასთან და ხო არ ცდილობ მაგათ ხარჯზე გამოჩერდეს. ნახა, ამიკო და ღამურას დუეტმა უფრო გაგხადა პოპულარული თუ ლელა და ზურასი, ხო რეალურად რო შეხედა. იცი ჩემო კარგი, მე და ამიკოს დუეტი ძალიან პოპულარულია დღემდე.
აი ამიკო ლელამდე და ზურამდე იყო და აი ძალიან პოპულარულია. ლელამ და ზურამ დაავიწყა ყველას, შენი და ამიკოს დუეტი დამეყარა რა. იცი რა მე არ ვუარყოფ არც ერთ ფაქტს, არც მეორე ფაქტს და არც გეწინააღმდეგე, არც გებრძვი, მაგრამ ისე ხდება ყველა ნამუშევარი რაც მე ბოლო პერიოდში გავაკეთე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ რა. ხდები? ანუ და იმ პიროვნებებს კიდევ ისთანაცებად მოხს გაკეთებული დუეტები. ანუ მე რაღაცა იძულებით და თავზე იარაღების დადებით და იმისთვის რომ მე სპორტის სასახლე გავავსო, არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა რომ მინდა რომ. ხდები? ანუ ეს რაღაცნაირად არ დაგვიწვია მე და არა, მე არ ვკამათებ, მაგრამ არა, ვიცი რომ არ მეკამათები, არც მე არ ვკამათებ, უბრალოდ მე აგიხსენი ჩემი რაღაცა ის. და ბოლო ორი კითხვის დასვლის ერთი კითხვა მაქვს, ცოტა განსხვავებული კითხვა არის რა. დისკუსიას არ გამოიწვევს, მალე პასუხი. რეპი, გარდა იმისა, რომ არის რითმული პოეზია, ძალიან მდიდარია, აი რეპერებს აქვს ძალიან მდიდარი ლექსიკა, ჟარგონი, რაც ძალიან ხიბლავს მე და ჟესტიკულაცია, ხო, თავისი ჟესტები რა. ხო და დარწმუნებული ვარ თქვენთანაც არის ქართულ რეპერებში. აი თუ შეგიძლიათ რომ აი რომელიმე ჟესტის, მისალმების ან რას ხმარობთ ამ ხშირად ჟარგონს, რაღაცა გითხრათ. მისალმები. ეს რადგან დასავლეთელი ვარ, ყოველთვის რაღაცებია კიდე. Hey yo, what's up me? აი ესეთი რაღაცები. This is up me. ყველაზე რაღაცა ესეთ ბონჩი. რა ვახარ? ქართული თუ არის, გარდა იმისა რომ იქაურის განმოღება კარგია ეს ყველაფერი. ჩვეულებრივი ქუჩური მისალმე ხდები? აი როგორც იქ არის ქუჩაში. ჩვეულებრივ რა ვახარ, რა შვები ბრატ. ჩემი ძმა, როგორ ახარ, ჩემი ძმა. ხდები აი როგორც ქუჩაში ხდება რა, ხდები აი ესე ვესწავლობთ ეხლა. მაგრამ ეს მაგარი кай პონტია. ანუ რას გეუბნება ის სხვა ზანგები რომლებიც არ არის რეპერები, ყველა ესე ესალმება ერთმანეთს რა. ამ ქუჩურია. ეს გასაგებია, ხო, ეს იმათი ვიცით, იმათ იმეორებს თქვა. ჩვენთან ხო გოყაზე გადაკოცნა, იქ რომ გადაკოცნო თავში დაგარტყავს რა. მე დამემართა ეს ხალხშორის, აქ იყვნენ ჩამოსულები, ბიჭებმა ჩამოიყვანეს. რა თქვა კაცო, აი ემესლაით. ხო, სახე რო დახვდა აეროპორტში და poetry emotion-ი კი არა კაცო. ვანა მერე უფრო. სერიოზული რეპერი, აი უმძიმესი სასტავი ჩამოვიდა რა. და მაშინ ის პირველი ვეში ქონდა ჩაწერილი ჩემი რა, პირველი კომპოზიცია არის ვეში არის. ხოდა ისა და ჩამოვიდა რაღაცებს ასრულებენ და ნუ ჯერ ჩვენ ვიყავით ნუ რაღაც პონჩი და მერე ისინი ჩამოვიდნენ იქიდან სასტუმროდან რა და რაღაცები მოისმინეს რა ჩვენი რა და აუ რაღაც ამბები ატნა ესენი და cool nigga you are Irish white nigga რაღაცებს ყვირიან და მოვიდა და ჩამოვარდა და გადავყო. უსო, აიც როგორი დაიბნა ტიპი აი. ბიჭო მაგარი დაიბნა და მეთქი ბიჭო აუხსენით ამას თუ ქალაქური პონტია ბიჭო თან ბავშვი ვარ მაშინ მაგარი ავიჭერი. ეს მივხვდი რომ ფიქრობს რომ ეს მინარია გეი. დავწოფდი. რა როგორ გეგონა? კარგი, ვინი დასოს ბოლო კითხვას და დამთავრდება გადაცემა. ჟარგონებზე გამახსენდა. გამომხიარული რა წირო დავიძაბ. ერთი პატარა კითხვა. თქვენ ხართ აი მართლა ჰაი კლასი, ამას ნუ ვერავინ ვერ უარყოფს, ფაქტი ჯიუტია. დიახ და თქვენს უკან მექვევით არ ვამბობ, თქვენს უკან მოდიან არა მარტო თქვენი თაობის წარმომადგენლები რეპში, არამედ გაცილებით პატარები. და მათი ჟარგონები გაცილებით აგრესიულია, გაცილებით უზრდელობის ზღვარს და უფრო ცილდება. და როგორ ფიქრობთ, რა ვინ არიან ამაში დამნაშავეები და როგორ შეიძლება რომ ეს ერთად ყველამ იგივე აი თუნდაც ჰაი კლასის წარმომადგენლებმა რომ ამათ ყველაფერი გამოსწორდეს, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაანებოთ თავი საერთოდ ყველაფერს და ჩვენ დაგვრჩება ხელში რაღაც მე მარტო ნარკოტიკებისკენ მოწოდებას კი არ გულისხმობ, საერთოდ მარაზმი დაგვრჩება. ასე რა აზრიანი შეკითხვა. მე ვფიქრობ რომ ის ბიჭები უნდა აკონტროლოს ვინმე საერთოდ ეს ყველაფერი. უნდა აკონტროლოს ეს ყველაფერი რაც თქვა. ვინმე. იცი რა არ მგონია. უფრო დაიძაბება და უფრო რაღაცნაირად იმის სურვილი გაუჩნდება რომ მეც ასე მგონია. ხდები აი შევა რა ხდება იცი რომ ყველას ქონდა ეს პერიოდი რა ხდები ძალიან აგრესიულები ვიყავით. აი მაშინ როცა როკს უკრავდით. ძალიან აგრესიულები ვიყავით, იმიტომ რომ თინეიჯერები ვიყავით. მაშინ ეს მოზღობებული იყო ძალიან. რაღაცებს მთავრობისგან ვერ ვიტანდით, რაღაცას საზოგადოებისგან გესმის, რაღაცას ვიღაცისგან არ მოგწონდა რაღაცეები, ხვდები და ჩვენი რაღაცა ხედვა გქონდა რა. ამიტომ ვიყავით ძალიან აგრესიულები იმის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვიყავით უძლურნი. ანუ
ხო ვარდების რევოლუცია ძალიან დიდმა ბიჭებმა გააკეთეს. ჩვენ პატარა ბიჭები ვიყავით მაშინ და ეს ბავშვებიც ვიზეთ შელაპარაკობ, არიან ძალიან პატარები და აუცილებლად დაგვინდებიან რა და მიხვდებიან იმას, რომ აგრესია ძალიან დიდი დოზით არ შეიძლება. და ბოლო კითხვა თუ შეიძლება ხო? გასცენ პასუხი ლალი. აი გამოვიდა. ვინი, იცი რა იქნება? თუ ვინმე ჩემამდე მოვა, მე რა თქმა უნდა დავაკვალიანებ და აი გულახი და ძალიან ბევრ რჩევას მივცე, მაგრამ აქ რა მოხდება უკიდურეს შემთხვევაში? ინდივიდი დაუპირისპირდება კულტურას, ანუ ინდივიდი უნაჟდებოდეს კულტურაში, ესმის და მე ეს თავის თავში გარდაქმნა მოხდება თვითონ ამ ინდივიდში. იმიტომ რომ ეს სასაუბრო თემა დღეს რატომ გამოჩნდა, არ ვიცი თქვენ რომ ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა. იქ ყველაფერი სხვადასხვანაირად ხდება. ჩვენ ყველაფერი უნდა მოვაქციოთ ჩვენი სოციოკულტურის სივრცის ფარგლებში. ყველაფერი რა, ყველაფერი ქართული უნდა იყოს, ისმის. იმ ბავშვს ჯერ მაინც უსმენს, ის ბავშვს უსმენს Tupac-ს. შეიძლება აი პატარა ქვეყანა ვარ, არ ფიქრობ გაცილებით ბევრი რეპერი ყავს ვიდრე ამერიკას. იმიტომ რომ ზომიდან გამომდინარე. ნუ გასაგებია. ადვილია რაღაცა მე რაღაცა უცბად რაღაც ლექსი დავწერე, წამოდ უცუდუცუ დავადოთ. კარგი, ვინი იქნება აკაკიმას გასაგებია. ეს სატია საწინააღმ საპირისპირო თქში. ბევრი იმიტომ არის ბევრი. ვინი მიკროფონში? მე ხო მაგასთან დაკავშირებ ფაქტს იმღერა. რომელსაც ავიტან ახლა რადიოში, რომელსაც ყო ფორტუნა პლუსი და დავატრიალებ. მაგრამ მიხვდებით, აი რომ რა აზრის ვარ, მაგრამ მე მიხვედრილი ვარ რომ მივხვდი მაგით. კარგი, მოდი ეს იცი რა, ვინ გადაცემა თავდება? გადაცემა დასასრულს უახლოვდება უკასრავად ვინ რომ გაგაწყვეტინე, აკაკის იქნებ სურდა პასუხი გაეცადა. ნუ რა ვიცი, მე მგონი ჩემი გამოსწორება არ იქნება, მე ეხლა აგრესიული ვარ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გზნობ სად და რა მომენტში რა. სად უნდა ვიყო აგრესიული და სად არ უნდა ვიყო. ზედმეტად აგრესიული არ ახლა. ხო, ნუ ეგ ალბათ უკვე დროის ფაქტორი აუცილებლად. ხო, ეს ალბათ დროის ფაქტორი არის და ცოტა რაღაც მასწავლა ამან ყველაფერი, მაგრამ ალბათ გაივლიან იგივე ეტაპს და რაღაცა დაფიქრდებიან. თუ ჩვენგან მაგალითი აინტერესებს და თუ უნდა რომ მაგალითი აიღოს ჩვენგან, აი რა მომენტში უნდა იყოს აგრესიული და რა მომენტში უნდა იყოს თამდაბალი, ხო? ნუ მაგის გადაცემაც შეგვიძლია ჩვენ რა, ნორმალურად ადამიანურად რა. მე ეს ვფიქრობ რა. გასაგებია და გადაცემა დასასრულს მივახო და არის ერთი კითხვა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ჟურნალისტებმა დღეს არ დასვეს და მე დაგისვამთ გადაცემის დასასრულს. საერთოდ არსებობს ესეთი ფრაზა, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე სხვადასხვა ოჯახებში ან ქუჩაში, რეპს მე ჩემს ბავშვებს არ მოვასმენებ. ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ ამ ფრაზის განმარტება, რატომ? უი. ძალიან კარგი თუ არ მოასმენებენ, კაცო, მაინც მოусმენენ ის ბავშვები და ხა უკრძალონ და არის ასეთი აქტუალური პრობლემა. მე მიგძალავდნენ სიგარეტს და ეგრევე მოვწიე. მარტო რატომ არსებობს ეს? არ ვიცი, შემოკარგა რა გიქხა ახლა. ალბათ ვიღაცები რომ გამორბიან ტელევიზორში და ყველა რო რეპერია და ყველა მაგარი კაცი როა და იმას ვიღაცებს უკვე აღარ უყურებენ, რა ხვდები? ვიღაცებს უკვე აღარ უყურებენ და აღარ ამჩნევენ ჰიპ-ჰოპი, სხვა რაღაცაა რა, სხვა რამეა. გემოვნება აქვს. გემოვნება. როგორ? ხარისხი და გემოვნება ალბათ. ხო რა, ალბათ ის რომ იგინებიან ეგენი. იგინებიან და იმას არ უყურებენ, ქმრები ყოველდღიურად ვაგინებენ ჩაის წინ, და ჩაის უბერე. იმას არ უყურებენ და იმას კიდე არ უყურებენ ტელევიზორში, რამდენი იგინებოდა. ანუ ბარტ სიმსონი არის და რობერტ სიმსონი არა. დენის მინისტრი რო რაღაცებს იძახის იქა და კიდე ვიღაცების მინისტრები კიდე და ჩვენგან რა უნდა? კარგი ბატონო, ლექსო. ლუკა, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ ტრადიციას უპირისპირდება ინოვაცია და ყოველთვის აქ წარმოიქმნება ხოლმე ჭიდილი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ ტრადიცია არის ისეთი რამ, რომელიც გასაგებია, მაგრამ საშუალება არის ტრადიცია არის ისეთი რამ, რომელიც აქტუალიზირდება აწმყოში და აპროექტირებს მომავალს. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ მისაღები ცოტა ხანში რა. გასაგებია, აკაკი შეხარ დავატოვებ. ძალიან მოკლედ. საინტერესო წინა სიტყვაობას უკეთებენ მშობლები. მე მგონი რომ მაგით უფრო დაინტერესდებიან რა, რომ მოусმინონ რა. და ახლა ჩვენ არ ვაწერთ ხოლმე, მაგრამ ზაპადნი დისკებზე აი რეპერები როცა თავის ალბომს უშვებენ, აწერია ხოლმე რა, ნუ მოუს და ემინემიც კონკრეტულად ეუბნება კლიპში. ნუ მოუს. ეს არის უფრო საინტერესო ალბათ. ჯობია რომ ის უთხრან რომ მოусმინეთ. გასაგებია. უკაცრავად, ვინი დრო აღარა. გასაჯე, მოусმინო თუ არ მოусმინო? გასაგებია. მე დღე დამჩენია რომ წარმატება გისურვოთ, რეპი ყოველთვის იარსებობს, მთავარი არსებობდეს ხარისხი, ასე რომ გისურვებთ რომ რეპი შეგექმნათ ხარისხიანი და შესაბამისად მაყურებლისთვის ხარისხიანი პროდუქცია მიგეწოდებინოთ. დიდი მადლობა ჟურნალისტებს, დიდი მადლობა მაყურებლებს, გემშვიდობებით, კარგად.